დილომშვიდობისა დღეს 15 დეკემბერია, ორშაბათი დღე, დილის 9 ნახევარი და ეთერშია გადაცემა დილის ალღა. სტუდიაში 2 საათის განმავლობაში მე დემე ზოიძე და ანა ჟოჟაძე ვიქნებით თქვენთან ერთად დილომშვიდობისა ანა. დილომშვიდობისა დემე მივესალმები დილის ალღის ერთგულ მაყურებელს კი ტრადიციულად დილის 9 ნახევარია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 2 საათის განმავლობაში ვიქნებით თქვენთან ერთად, გვეყოლება საინტერესო სტუმრები, ვისაუბრებთ საინტერესო თემებზე. Რა თქმა უნდა, უკვე გვაქვს საახალწლო განწყობაც, შესაბამისად თემებიც იქნება შესაფერისი, ასე რომ აუცილებლად უნდა დარჩეთ ჩვენთან ერთად მომდევნო 2 საათის განმავლობაში. თუ რას ვიხილავთ, დღეს გადაცემაში უკვე ანონსის სახით შევიტყვით. დღეს 15 დეკემბრის დილის ტალღის ეთერიდან გაიგებთ რა ხდება ფინანსურ სამყაროში. გაგაცნობთ აქციების ფასებსა და კრიპტოვალუტების გაცვლით კურსს. სპორტული სიახლეებით ჯიჯი შემოგვიერთდება. ბავიტა მანდავა გახდა პირველი ინდოელი მოდელი, რომელმაც შანელის შოუ გახსნა. ტეილორ სვიფტმა კი ქართველი დიზაინერის დევიდ კომას კაბა მოირგო. დეტალები ვებ-სიახლეებში. გაგიზიარებთ სალიამის როლის რეცეპტს კრემყველით რუბრიკაში შენი კერძი. გადაცემის მეორე ნაწილში დაელოდეთ დილის ტალღის მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს და გაიგეთ 15 დეკემბრის ამინდის უტყუარი პროგნოზი. როგორი მასპინძელი იყო საქართველოს ჯუნიორ ევროვიზია 2025-ზე, რას ამბობენ ღონისძიების თანაორგანიზატორები, რა სირთულეების დაძლევა მოუხდა გუნდს და როგორ მიმდინარეობდა მზადება ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური კონკურსისთვის. ჩვენი რეპორტაჟიდან შეიტყობთ. ანსამბლის ზღვის შვილები საახალწლო მუსიკალური სპექტაკლისთვის ემზადება. როგორ მიმდინარეობდა სპექტაკლზე მუშაობა და როდის იხილავს მას მაყურებელი, პირდაპირ ეთერში სტუმრებთან ერთად გავიგებთ. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღევითა და საინტერესო სტუმრებით. ბათუმში ბიაფის კინოკვირეული დაიწყო. სტუდიაში ფესტივალის მენეჯერთან ერთად დავბრუნდებით და გავიგებთ რა პროგრამა, პრემიერები და სიახლეები ელოდება კინომოყვარულებს წლევანდელ ბიაფზე. გადაცემის მესამე ნაწილში ტრადიციულად ყოველ ორშაბათს დაელოდეთ ასტროლოგ ხატია ძნელაძეს და გაიგეთ რას გიმზადებენ ვარსკვლავები მთელი კვირის მანძილზე. მიიღეთ რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. და სანამ ჩვენი მაყურებელი სახლიდან გარეთ დააპირებს გამოსვლას, აუცილებელია გავიგოთ როგორი ამინდი შენარჩუნდება სრულიად საქართველოში, რადგან შესაბამისად შევიმოსოთ და გამოვიდეთ გარეთ, რადგან სეზონური გაციებებისგან ნავირიდეთ თავი. თავი დავიცვათ, ნახოთ როგორი იქნება 15 დეკემბრის ამინდის პროგნოზი. დღეს ბათუმში ჩვენს ქალაქში 9 გრადუსი იქნება ჰაერის ტემპერატურა, მოღრუბლული ამინდია და ნალექის სახით წვიმა იქნება მთელი დღის მანძილზე. ქობულეთში 8 გრადუსი, ქედაში 6 გრადუსი, შუახევში 4 გრადუსი, ხულოში 2, ხოლო გოდერძის უღელტეხილზე -4 გრადუსი იქნება ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა და ყველან ღრუბლიანი წვიმიანი ამინდია. ოზურგეთში +7, ურეკში +8, ლანჩხუთში +7, ჩოხატაურში +6, ხოლო ბახმაროში -2 გრადუსი იქნება ჰაერის ტემპერატურა და აქაც ყველგან ნალექიანი ამინდი გვაქვს და წვიმაა მოსალოდნელი. ფოთში +8, ანაკლიაში +7, სოხუმში +8, ზუგდიდში კი +7 გრადუსი იქნება ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, ნალექიანი ამინდია ყველგან. კოპიტნარში +8, ქუთაისშიც ასევე 8 გრადუსი იქნება ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, ხოლო საირმეში +3 გრადუსია მოსალოდნელი წვიმიანი ამინდი გვაქვს. მესტიაში -1, ბორჯომში +2, ბაკურიანში -3, ხოლო აბესთუმანში +1 გრადუსი იქნება დღის მანძილზე და ნალექის სახით აქაც წვიმა გველოდება. ახალციხეში +1, გორში +3, ცხინვალში +2, ხოლო თელავში +7 გრადუსია, ჯერჯერობით მხოლოდ თელავში ჩანს მზიანი და ოდნავ მოღრუბლული ამინდი. სხვაგან ყველგან წვიმაა ნალექის სახით. და დედაქალაქში თბილისში დღეს მაქსიმალური ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, მოღრუბლული და მზიანი ამინდია. როგორც გრაფიკიდან გავიგეთ, ძირითადად წვიმიანი მოღრუბლული ამინდი იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით, თუმცა ოდნავ მოგვიანებით უკვე კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება და დეტალურად გაგვაცნობს თუ როგორი იქნება ამინდი არა მხოლოდ დღეს, არამედ მომდევნო დღეების განმავლობაში. კი, ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ გადაცემა და ეხლა დილის ტალღის ეთერში მცირე ბიზნეს მიმოხილვის დრო მოვიდა, უნდა გავიგოთ 15 დეკემბრის ვალუტის ოფიციალური კურსი და თუ რა ხდება ასევე კრიპტო სამყაროში. დღის კურსი ჩვენს ეთერში.
15 დეკემბრის ვალუტის ოფიციალური კურსი ასეთია. 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 69 თეთრი ღირს. 1 ევროს 3 ლარად და 16 თეთრად შეიძენთ. ბრიტანული გირვანკა სტელინგი 3 ლარი და 60 თეთრი ეღირება, ხოლო თურქული ლირა 6 თეთრი. რაც შეეხება კრიპტოვალუტას, 1 ბიტკოინის ღირებულება 223,361 ლარს შეადგენს დღევანდელი მონაცემებით. 1 ეთერიუმს 8,392 ლარად შეიძენთ, 1 BNB კი დღეს 2,411 ლარი ეღირება. აქვე გადავალოთ თვალი ოქროს ფასს და გეტყვით, რომ დღეს 1 გრამ ოქროს 352 ლარად და 58 თეთრად შეიძენთ. დღევანდელი მონაცემებით 15 დეკემბრის. ასევე გეტყვით, რომ ინვესტორთა შორის გლობალურად პოპულარული დღესდღეობით არის Apple-ის, AMD-ის, Google-ის, Meta-ს და Amazon-ის აქციები. Apple-ის აქციების ფასმა დაიკლო 0.15%-ით და დღეს 746 ლარად და 77 თეთრად შეიძენთ. AMD-ის ფასი კი 564 ლარია დღევანდელი მონაცემებით. Google-ის აქციების ფასი 830 ლარი და 40 თეთრია, Meta-ს ფასი დღეის ჩათვლით კი 1721 ლარი და 15 თეთრია. ხოლო Amazon-ის აქციების ფასი 608 ლარს და 2 თეთრს შეადგენს. ახლა კი გადავხედოთ საწვავის ფასს. ერთად დღეს სუპერი 2 ლარი და 99 თეთრი ეღირება, პრემიუმი 2 ლარი და 79 თეთრი, რეგულარი 2 ლარი და 59 თეთრი, დიზელი ასევე 2 ლარი და 59 თეთრი, ევროდიზელი კი 2 ლარი და 69 თეთრი. დავიწყოთ დილა ახალი ციფრებით. ასეთი იყო დილის ტალღის პირდაპირ ეთერში მცირე ბიზნეს მიმოხილვა. ჩვენ კი საინტერესო თემით უნდა გავაგრძელოთ გადაცემა. მადლობა დემა, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციისთვის, ვისაც დოლარის ან ლარის შეძენა სურს, უკვე დილიდან ინფორმირებულია საჭირო ინფორმაციით. ახლა კი ჩვენს ეთერში სპორტის დროა. ჯიჯი უნდა შემოგვიერთდეს და როგორც ვიცი, უნდა ისაუბროს ბავშვთა კალათბურთის შესახებ. და ყავს სტუმარი, რომელიც ამ ყველაფერს უფრო დეტალურად გაამცნობს და ეტყვის ჩვენს მაყურებელს თუ რა ხდება ამ სპორტულ სამყაროში. ჯიჯი უნდა შემოგვიერთდეს პირდაპირ ეთერში მონიტორის სივრციდან, როგორც ანამ აღნიშნა, ჯიჯი დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა ჯიჯი. დილამშვიდობისა დემე, ანა, მივესალმებ მაყურებელს. ანა, კარგია რომ ეთერში დაბრუნდი. მიხარია რომ ხედავ ეკრანზე. საინტერესო თემით უნდა ვისაუბროთ, კი ბატონო, კალათბურთია, ბავშვთა კალათბურთია. დღევანდელი ჩემი რუბრიკის მთავარი თემა, რამდენიმე წამში დილის ტალღაში სპორტის დროა. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვიწყებთ სპორტზე საუბარს და დღევანდელი დღის მთავარი თემა არის ბავშვთა კალათბურთი და ვისაუბრებთ მოკლედ ბავშვთა კალათბურთის შესახებ, რომელიც ჩვენ რეგიონში ვითარდება დღითი დღე და ჩვენი სტუმარია საკალათბურთო კლუბ ბასკოს დირექტორი ნიკოლოზ კიკვაძე. ნიკოლოზ, დილამშვიდობისა, მადლობა რომ დილიდან ჩვენთან ერთად ხართ. მოკლედ დეკემბრის თვე არის, ზოგადად ვაჯამებთ სპორტული ფედერაციების, კლუბების და ასე შემდეგ საქმიანობას და მოკლედ დღევანდელი დღე და უთმეთ კალათბურთს, უნდა ვისაუბროთ ბავშვთა კალათბურთზე. შენ როგორც საკალათბურთო კლუბ ბასკოს დირექტორი, გითხრა რა ხდება ამ მიმართულებით, როგორი წელი იყო 2025 წელი, რა ცვლილებები მოიტანა, რა სიახლეები იყო ბავშვთა კალათბურთში, ზოგადად მიმოვიხილოთ 2025 წელი. მოგესალმებით ჯიჯი, მივესალმები თქვენს ტელემაყურებლებს. საკმაოდ ნაყოფიერი წელი გამოვიდა. საკმაოდ ატვირთული იყო მთელი სეზონი იქიდან გამომდინარე, რომ სულ აქტივობებში ვიყავით. როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო მიმართულებით. საერთაშორისო ტურნირებზე ბიჭებმა შეძლეს 2 ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება და აქედან საკმაოდ მაღალი შედეგები გამოვიდნენ. ერთმა გუნდმა მესამე ადგილზე დაასრულა, მეორე გუნდმა მეორე ადგილზე გავიდა. მოკლედ 2 გუნდით უკვე 2 მედალი წამოიღეს და ვფიქრობ, რომ ბავშვებში მით უმეტეს. ასაკის მეორე ადგილზე გავიდა U14 გუნდი 14 წლამდელებში და 12 წლამდელებში შეძლეს უკვე მესამე ადგილის აღება. ასევე BBBL-ზეც მიიღეს მონაწილეობა ჩვენმა ბიჭებმა U14 გუნდმა. სხვადასხვა მანდაც წარმატებით საკმაოდ ბევრ გუნდს მოუგეს. ესეც ძალიან კარგი გამოცდილება იყო, იმიტომ რომ რეალურად ერთ-ერთი ევროპის წამყვან გუნდებთან თამაშობდნენ და მათ დონე უფრო სხვა არის იქ და შესაბამისად ჩვენთვის უკეთესი გამოცდილება იყო მათთან პაიქრობა. რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატებს, ჩვენ ძალიან ბევრ ბავშვს ვაძლევთ ჩანს განვითარების, საკუთარი თავის რეალიზების, შესაბამისად არ გვყავს 1 და 2 ნაკრები თითოეულ ასაკში. აქედან გამომდინარე ცუდად ნამდვილად არ ჩაუვლია წელს და რა თქმა უნდა იყო შედეგიც C დივიზიონში ჩვენი ბიჭები ვიცე-ჩემპიონები გახდნენ 16 წლამდელებში და
საკმაოდ კარგი წარმატებას 140 გუნდში მეორე ადგილზე გასვლა შეძლებს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი 140 გუნდში მეორე ადგილი ხო? ზოგადად დაინტერესება რამდენად დიდია. ყოველწლიურად ვიცი, ანუ ხედავთ, როდესაც მაგალითად ფეხბურთს აქვს წარმატება, ნაკრებს, საქართველოს ნაკრებს იზრდება ხოლმე მიმართვიანობა კალათბურთის ფეხბურთის მიმართ ინტერესი. კალათბურთში რამდენად არის, აი სტაბილურად მონაწილეობთ ევროპის ჩემპიონატზე, ყავს ასე თუ ისე კარგი ნაკრები, რამდენად არის ბავშვთა კალათბურთში ინტერესი გაზრდილი ყოველწლიურად. ნახეთ, რეალურად ამბობენ, რომ ყოველთვის ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების შემდეგ უფრო იმატებს ბავშვები ფეხბურთი იქნება ეს თუ კალათბურთი. მე ამ დაკვირვება ფიზიკურად ესე ვთქვათ საკუთარ თავზე არ გამოცდია, იმიტომ რომ ჩვენ ყოველ წელიწადს ყველა ადგილი შევსებული გვაქვს აქედან გამომდინარე. ანუ არის რაღაცა ხო ნაკლებობა. ხო, ჩვენ რაღაც ადგილებში რაღაც რაოდენობაზე არ მივდივართ და ჩვენი რაოდენობა ყოველ წელიწადს გვყავს აქედან გამომდინარე. თითქოს ამბობენ კოლეგები, რომ მოქმედებს, რა თქმა უნდა, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი ბავშვებს გადინებას და პირიქით. კალათბურთში მსოფლიო ევროპის ჩემპიონატები პირიქით აქეთ მოდიან ხოლმე ბავშვები, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში სტაბილურად არის ის რაოდენობა, რომელიც კი ბატონო. ზოგადად ჩავშალოთ თემას თვითონ შედეგებიდან გამომდინარე, ნუ 140 გუნდში მეორე ადგილი, მაგრამ მაინც შენ დაკვირვებით ამ წლები ამ სფეროში ხარ, რამდენად ვითარდება ყოველწლიურად კალათბურთში შედეგების მიხედვით, ზოგადად ბავშვების ნიჭიერების მიხედვით, რამდენად არის მზარდი სტატისტიკა ამ კუთხით? ფიქრობ, კონკურენტული ხდება უკვე ჩემპიონატები შესაბამისად. ისიც ხაზგასმელია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, თავარ ნაკრებში ყოველთვის ხდება. ეხლა 2000 მაგალითად 2008 წელს დაბადებული ბავშვია, მათე ხატიაშვილი, თან უწევს თამაში, ის არის მხოლოდ როსტერში იყოს და საკმაოდ ნიჭიერი კალათბურთელია, კი. სხვათა შორის, ბევრია ჩვენ საქართველოს ჩემპიონატიდან წასული ბავშვი, უცხოეთში, კარგად აგრძელებს კარიერას, მათ შორის ჩვენი ბავშვებიც გაუშვით ჩვენ უცხოეთში და აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია თქვა, რომ დონე იზრდება, ვითარდება, კონკურენტუნარიანი გეოგრაფიაც გაიზარდა სხვათა შორის, ეს ფედერაციასაც საკმაოდ ბევრი ისეთი პროგრამა აქვს განვითარების რეგიონებში და რაღაც ინვენტარი, ტაბლო, ასე შემდეგ. მოკლედ, საკმაოდ გაიზარდა ბავშვების რაოდენობა, გეოგრაფია გაიზარდა საკალათბურთო, დონეც წამოიწია, ბევრი ჩემპიონატია, ბევრი თამაშია და ხარისხიც რეალურად იზრდება. კი, რეგიონები ახსენე ძალიან საინტერესოა, ზოგადად შიდა ლოკალური რეგიონალურად რამდენად არის, მაგალითად ხულო, შახევი, ქედანი თყავს ამ რეგიონებიდან კალათბურთელები, იმიტომ რომ ბათუმში მაინც ძირითადად ბაზა ბათუმშია და ძირითადად ყველა გუნდი ბათუმშია თავმოყრით. რამდენად არის შემოდინება ამ კუთხით და თუ ყავს რეგიონებიდან რომელიმე წარმომადგენელი? ჩვენ გვაქვს ესეთი პროგრამა, მაღალმთიან რეგიონებთან გვაქვს ახლო კომუნიკაცია. შარშა მაგალითად ორი ბავშვი ხულოს რაიონიდან თამაშობდა ჩვენთან, სტაბილურად დადიოდნენ ვარჯიშებზე. ქედიდანაც ყოლია ბავშვები, ნუ ხელოჩავის მუნიციპალიტეტი მაინც უფრო აქტივია და რაღაცა მაგაზე რაღაც ვისაუბრებდა. ქედიდან და ხოლოდან ყოველთვის ყავდა ბავშვები ჩვენ თითო მაინც აი შარშადელი სამი ბავშვი ყავდა ჯამში. ინფრასტრუქტურაც ახსენენ და რა თქმა უნდა, კარგი კალათბურთისთვის საჭიროა კარგი დარბაზი, ინვენტარი და ასე შემდეგ. ამ კუთხით საკალათბურთო ბასკოს ხრივ როგორაა სიტუაცია? ვიცი რომ ბონში არის ძირითადი ბაზა ბაზირებული ტრენინგ კლუბის, კიდე თუ არის სადმე სექციები, სადაც შეუძლია ბავშვებს მიიღოს კალათბურთის სწავლის საშუალება. ჩვენ ქართულ ამერიკულ სკოლაში გვაქვს ძალიან კარგი ბაზა, ძალიან დიდი მადლობა დირექტორს, იმიტომ რომ ყველაფერი ისე მოწესრიგებულია და სტანდარტშია ჩართვა ქართულ ამერიკულ სკოლიდან და მეც ახტოვანებული დავჭი იკავრი სიტუაცია. თან სტანდარტული დარბაზია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მთელი საქართველოს პრობლემა, რეგიონის პრობლემა, თბილისის პრობლემაც არის სხვათა შორის არასტანდარტულ მოედნებზე ვარჯიშები, რაც ბავშვებს თამაშის დროს უკვე პრობლემებს უქმნის და დისკომფორტს უქმნის და მოკლედ ისე. ჩვენი ორივე დარბაზი, სადაც არის ბონშიც და ქართულ ამერიკულშიც სტანდარტებს შეესაბამება, რა თქმა უნდა და ეს ბავშვებისთვის დამატებითი კომფორტია, რომ ადაპტირდნენ მოედანზე. ნიკა, ახსენე შენ ის რომ ჩვენი აღზრდილი კალათბურთელები უკვე ევროპაშიც გაედინება, ორ კალათბურთელზეა საუბარი, ირემაძე და ხარაძე, თუ სწორად მახსოვს გვარები, მათი შესახებ რო გითხრათ, რა პოტენციალი აქვს მათ სამომავლოდ, რომ დიდი კალათბურთი ითამაშონ, იმიტომ რომ ევროპაში წასვლა უკვე პატარა ამბავი არაა, ესე იგი ვიღაცას რადარზე მოხვდი და ნიჭი არის აშკარა. კი ბატონო. ჩვენ ეს პროგრამა ჩაუშვით იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში დონე წამოიწია, მაგრამ
ვფიქრობთ, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაცილებით სხვა დონეზე თან რაც თავარია, უფრო მარტივად ხდებია პროფესიონალ კალათბურთელები, იმიტომ რომ თუნდაც იტალიაში არის იმდენი ლიგა და იმდენი გუნდი, რომ სადღაც ბავშვი ფეხს აუცილებლად მოიკიდებს სათამაშო პრაქტიკა, ამას აქ ყველაზე მნიშვნელოვანი. საქართველოში მაინც შეზღუდული ვართ ამ გუნდების რაოდენობებით და მაინც უფრო ლეგიონერებს გკეთება აქცენტი შესაბამისად. ეს პოლიტიკა ჩაუშვით და სამი ბავშვი მესამე ოთო ბაჯელიძე შეემატა, სამივე იტალიაში წავიდნენ. რათა ხარაძეს 6 წლიანი კონტრაქტი აქვს, გიორგის 2 წლიანი დაუდეს. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ორივე რა თქმა უნდა ოთოსაც სამივეს კარგი შანსი აქვს იმის, რომ იქ დარჩნენ, ფეხი მოიკიდონ და დიდი კალათბურთი ითამაშონ. რა პოზიციის კალათბურთელებია თითქოს მას ადვართ ნიჭიერები თუ სხვა პოზიცია აქვს? ნახეთ, დათა რეალურად 2012-იანია და 1.93-ია ჯერჯერობით. მაინც ქოვიდანაც თამაშებენ, 5-ზე არა თამაშებენ, 3-ზე დაახლოებით 3, 4. გიორგისაც სხვათა შორის 2-2 მისი 2010 წელს დაბადებულია, მაგრამ 2-2-ია მისი სიმაღლე, მაგრამ მაინც უფრო 4-ზე ათამაშებენ, 3-ზე ცდილობენ რომ უფრო განავითარონ, რაც შეიძლება ასე ვთქვათ, მრავალფეროვანი მოთამაშე გახადონ. ოთო კიდე პირველი 2 თამაშას გამთამაშებელი. მოკლედ ყველა პოზიციაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყავს პოტენციური კალათბურთელები, რომელიც ნაკრებში ავსებენ. ასევე საინტერესოა ბათუმში არის გუნდი, რომელიც უმაღლეს თამაშობს საკალათბურთო კლუბი ბათუმი. რამდენად არის თანამშრომლობა ბასკოს და ბათუმის შორის? აი თქვენი აღზრდილი კალათბურთელები უკვე ფაქტიურად არიან იმ მასაკში, რომ შეიძლება დღეს ხვალ უკვე დიდ გუნდში გადავიდნენ. თანამშრომლობის შესახებაც გითხრა, რამდენად არის თქვენს და სხვათა შორის ეგ კომფორტის და ფუფუნებაც გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ აი თბილისში ბევრი კარგი ბავშვი რეალურად იმ ხელა შანსები არა აქვს, რომ მივიდეს პროფესიონალურ ლიგაში და ასე შემდეგ. ჩვენ კლუბის ხელმძღვანელობით და რა თქმა უნდა თავი წვრთნელი ჩართულობით ბობერიშვილის გვაქვს ეგ საშუალება, რომ პერსპექტიულ ბავშვები პრესეზონზე მაინც მივიდნენ, საკუთარი ძალები მოსინჯონ. ამ ეტაპზე გუნდში ირიცხება ნიკოლოზ ივნაძე 2 და 5-ია მისი სიმაღლე. 2008 წელს დაბადებულია, საკმაოდ პერსპექტიული ბავშვია და მუშაობ ჩვენ მასთან მიმართებაშიც, ნახოთ რაღაც გეგმები გვაქვს არა მარტო საქართველოში დარჩენაზე, არამედ საზღვრის გარეთაც შეიძლება. ხო, ვაკვირდები მეც ბათუმის შემადგენლობას და ყოველთვის არის 1-2 ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელიც ჩამოვალოთ. ძალიან კარგია, ჩვენც რა თქმა უნდა გვიხარია, რასაც ადგილობრივები არიან. მომავალ გეგმებზეც ვისაუბროთ, რა არის, აი და იმ ადამიანებს, ვისაც უნდა რომ საკუთარი შვილი ჩართოს კალათბურთის სექციებში მიიყვანოს, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს აი თქვენთან რომ მოხდეს ბავშვი და ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია სპორტის დაკავება ბავშვისთვის, იმიტომ რომ ვიცით რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი, მაგრამ კალათბურთს რა მოაქვს ახალგაზრდებისთვის? ვფიქრობ ყველა ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერ სპორტზე, აქ არ არის კალათბურთზე საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია სპორტზე სიარული, ძალიან ბევრ კარგ თვისებას უყალიბებს სპორტი, ბრძოლის უნარიანობას, მეგობრობას, გუნდურობას. ყველაზე მთავარი მე რაც მომწონს, რა არის ამბიციური როცა არის ბავშვი და თან მის ამბიციებს, ასე ვთქვათ, ნაბიჯ მისოცნებს მიყვება ისე რომ არაფერს არ აშარებს ჭყალებში და ყველაფერი ხშირად ხდება სამწუხაროდ ისე რომ ანახან მიზანი ამართლებს საშუალებას. კი ბატონო. აი ზუსტად ეგ მომწონს ყველაზე მეტად რომ სპორტი უყალიბებს იმ ადამიანურ თვისებებს, იმ ვაჟკაცურ თვისებებს, რაც სამომავლოდ გამოადგა ნებისმიერ სამსახურში თუ რეკომენდაცია რა შაკიდან უნდა მივიყვანოთ ბავშვი კალათბურთში? 6-7 წლიდან ჯობს თავიდანვე რომ უფრო მეტი საბაზისო ცოდნა დააგროვოს ბავშვს. ხონახან არის რომ 14-15 წლიდან შემოდის და რთულია რაღაცებს დააწიო და აქედან გამომდინარე მე მაგალითად პატარა რო ვიყავი, სულ მეუნებოდა ეს იმაღლეს და თუ გინდა კალათბურთში შეხვდა. არის ეს მითია თუ რეალობა? არა, ნახეთ, არის სპეციფიკური, ყველაფერი არის სპეციფიკური, მაინც ახლა ფიტნესზე რომ ვიდიხარ, იქ გინდა არ გინდა რაღაც ჯიმში ვითარებს. ხო, რაღაც სპეციფიკა აქვს. კალათბურთის მის სპეციფიკა აქვს, კალათბურთელის და თუნდაც მოჭიდავეს კუნთები განსხვავდება, შესაბამისად, იქ სხვა სპეციფიკური ვარჯიშებია, აქეც სხვა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ფიქრობ რომ ცოტა მაინც მუშაობს. კი და ბოლოსკენ რო გავიდეთ, ბოლო კითხვას დავსვამ 2026 წელი რა გეგმები აქვს საკალათბურთო კლუბ ბასკოს? გვარი გეგმება გაფართოება უფრო მეტი ბავშვის მიღება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მზარდი სპორტის სახეობა მომართვიანობას როგორც თქვი, საკმაოდ დიდია. ხო არ გვაქვს რაიმე გეგმაში რომ აი მაგალითად ქალაქის სხვა ტერიტორიაზეც იყოს სექციები. ნახეთ რაღაც მიმართულებით მუშაობთ. ეხლა ამ ეტაპზე პირველ რიგში ჩვენ გვინდა რომ რამდენიმე ბავშვს აქ შემოთავაზება ისე უცხოეთი და ვცდილობთ რომ უფასოდ გაუშვათ ან რაღაც მინიმალური თანხის გადახდა მოუწიოს შობას, აქედან გამომდინარე გვინდა რომ ეს ბავშვები ჯერჯერობით უცხოეთისკენ გზა გაუგაფოთ. საქართველოს ნაკრებშიც, ახალგაზრდულ ნაკრებშიც დავაკვირდებიოთ რამდენიმე ბავშვი აქვს ძალიან კარგი შანსი და
ვცდილობთ ამისთვის. საკმაოდ დიდი მიზნები, ასევე უმაღლეს ლიგებში თამაშობთ, ასაკობრივებს და ერთ-ორ ლიგაში არა ვარ და გვინდა რომ უმაღლესში ისევ დაბრუნდეთ და მოკლედ ჯერჯერობით ამ მიმართულებით ვართ, გაფართოებაზეც ვფიქრობთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდია მორთვიანობა და ხშირად ისე ხდება ხოლმე რომ ვეღარ ვიღებ ბავშვებს და ხშირად ვსვენია რომ მაგალითად ადგილი არ არის მინდა ბავშვის მიყვანა, მაგრამ ადგილი არ არის. და ამ მიმართულებითაც გვინდა გაფართოვდეთ და ძირითადად მაინც რა თქმა უნდა ყველა ბავშვზე ყურადღების მიქცევა ნებისმიერი ტიპის ბავშვზე, ასე თქვათ, ყველას ჭირდება ყურადღება, რომ განვითარდეს. ამის გარეშე ხო, აი ესაა ყველაზე მთავარი. ისე შეიძლება არავინ არ მოვიდეს ჯორდანი პირდაპირ და ამიტომ წვრთნელების კლუბის თავი დანიშნულება არის ყველა ბავშვი ეძიოს ის ამოსავალი წერტილი და განავითაროს და პოტენციალი უნახოს და შემდეგ განავითაროს და ეგ დარჩება რაც იყო მიზანი ჩვენი თავად. ძალიან კარგი. აქვე გიგდებ პირობას ის რომ 2026 წელს ჩემ რუბრიკაში ხშირად გავაშუქებ თქვენს ყველა ნაბიჯს და ასე რომ ახალგაზრდებისთვის ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მე დარწმუნებული ვარ, მათი ყველა გამოჩენა სატელევიზიო ეთერში იქნება რაღაცნაირად мотиваციის მიმცემი, ასე რომ აქვე გიგდებ პირობას რომ ბევრს გავაშუქებ მოკლედ თქვენთან თქვენს აქტივობებს. მადლობა. ნიკოლოზ კიკვაძე იყო ჩვენი სტუმარი, საკალათბურთო კლუბ ბასკოს დირექტორი, საუბრობთ ბავშვთა კალათბურთზე და დარწმუნებულია რომ 2026 წელი კალათბურთისთვის ზოგადად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წელი, ასე რომ წარმატებები მოკლედ ყველა კალათბურთელს, ვინც ეხა იწყებს და ვინც მოკლედ არის აქტიური კალათბურთში ჩართული, მოკლედ ესეთი იყო სპორტული ამბები დღეს, ეხლა კი ორ არაჩვეულებრივ ახალგაზრდას უნდა დაუბრუნდეთ და თქვენთან ერთად გავაგზავნოთ ეს გადაცემის სქერა. მადლობა ჯიჯი, საინტერესო თემაზე საუბრობდი, ჩვენ 4 შაბათამდე გემშვიდობებით. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ გადაცემა, თუმცა თემა მაინტერესებს პირადად შენ დადიოდი თუ არა კალათბურთზე, იმიტომ რომ ვფიქრობ სიმაღლე კიწყობს თავს. ყველა როდესაც აი თავი ეხა ვინც გავიცანი ახლო ხანში, ყველა ამბობს რომ კალათბურთზე ხო არ დადიოდი, ვისთვისაც მიუჩვეულია ეს ჩემი სიმაღლე. კადრშიც არ აღიქმევა, ანუ მე ვარ 1.89 კი, ზუსტად ვამბობ და ყველას გონია რომ ბავშვობაში მაინც დავდიოდი კალათბურთზე. არა, მე კალათბურთზე არ დავდიოდი, მაგრამ დავდიოდი ძალიან ლამაზი სპორტის სახეობაზე, ეს იყო ფიგურული სრიალი ყინულზე, რამაც ვფიქრობ, რომ დიდი როლი ითამაშა სიმაღლის განვითარებაში, ჩემთვის რადგან გაწევები ბუნებრივია მოსდევს ნებისმიერ სპორტის სახეობას, თან წინ განხურების ვარჯიში და ზოგადად კარგია, როდესაც ალბათ გენეტიკა სამ შემთხვევაში მოქმედებს შენ შემთხვევაში. აი კი შეიძლება ან ბაბუების გენეტიკამ გავლენა მოახდინოს, მაგრამ ჩემს ირგვლივ ოჯახში არ არიან ესეთი მაღლები, მინდა გითხრა. გაქიმართლა მაშინ კი ბატონო. ეხლა კი დროა გადავინაცვლოთ ყველაზე გემრიელ ნაწილზე, ვფიქრობ და შევიხედოთ სამზარეულოში და გავიგოთ ამჯერად რას მოგვიმზადებს ჩვენი კოლეგა ქეთა თხილაიშვილი. შენი კერძი ჩვენს ეთერში. გამარჯობა, როგორ ხართ? მე ვარ ქეთა თხილაიშვილი. დღეს უნდა მოგიმზადოთ ქათმის ბურთულები ნაღებით. დღევანდელი რეცეპტისთვის დაგჭირდება ქათმის ფარში, დაგჭირდება სუნელები, რომლებშიც შედის შავი პილპილი, მარილი, შებოლილი პაპრიკა, სპეციალური ქათმის საკვაზი, რომელიც ქათმის ფარს განსაკუთრებულად უხდება, ასევე დაგჭირდება დახილი ყველი, ნაღები და ზეთი. აქ მაქვს ფორმა, სადაც ამ ჩვენს ბურთულებს მოვათავსებთ. პირველ რიგში მოდი შევკვეთოთ ქათმის ფარში. დავუმატოთ ქათმის საკმაზი. 3 ჩაის ყორძი დაახლოებით. 4-ის შეიძლება, იმიტომ რომ უხდება ძალიან. ასევე დავუმატოთ შავი პილპილი 1 ჩაის ყორძი. მარილი გემოვნებით. და შებოლილი პაპრიკა. რომელიც ასევე განსაკუთრებულ გემოს აძლევს ფარშს. აი ესე, ეხლა ამას კარგად ამოვუღიოთ. ამას კარგად ამურიეთ, ცოტა ძალისხმევა ჭირდება ამ სამურევას სუნელები კარგად გავხსნათ. გადმოვიტანოთ ფორმა და სანამ ამ ქათმის ბურთულებს გადავიტანოთ ფორმაში, მანამდე მოვამზადოთ ჩვენი ფორმა, რათა არ მიიგროს ქათმის ფარში, ამიტომ ზეთი კარგად წავუსვათ ყველგან. გადმოვიტანოთ ასევე ჩვენი ქათმის ფარში და დავაფორმიროთ პატარა ბურთულები. აი ესე მარტივად, ნახეთ როგორი ჩვეულებრივი მოზრდილი ბურთულა გამოვიდა და ესე ჩავაგალგოთ ჩვენს ფორმაში.
The meaning runs out of my swept away again. Dude, the meaning runs out of my swept away again. ბოლო ბურთულს გავაკეთეთ, ესე ფორმაში მოვათავსოთ, გადავანაწილოთ. გადავიღოთ ეს ჯამი, რომ ხელი არ შეგვიშალოს. მოვასხოთ ახლა ნაღები, ისე რომ ეს ბურთულები ოდნავ დაიფაროს. Will shine again to you. რაც უფრო მეტად ცხიმიანი იქნება ნაღები, მით უკეთესი იქნება. ზედაპირი უჩანს ჩვეულებრივად ბურთულებს, მაგრამ თვითონ დაფარულია. ეხლა ყველი მივაყაროთ. მოვაყაროთ ცოტა შავი პილპილი. აი ეს. ეხლა ეს მოვათავსოთ ღუმელში, ასეთ ხუთგანზე 20 წუთის ან 25 წუთის განმავლობაში. შესანიშნავად გამოცხვა ჩვენი ქათმის ბურთულები. გამოიყურება ძალიან კარგად. მოდი გადმოვიღოთ ერთი ცალი თეფშზე ჩვენთვის. დავაგემოვნოთ. წვენიც გადმოვიღოთ, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ნაღები მოვასხით და თან ქათმის ფარშმა თქონდა თავისი წვენიც გამოყო და წვნიანია ძალიან ეს კერძი. ავიღოთ ახლა ჩანგალი. სხვათა შორის ძალიან ნაცნობი გემო აქვს, მიუხედავად იმისა, რომ პირველად მომდედა მე ეს კერძი და ისეთი გემო აქვს, რომელიც მე ძალიან მიყვარს. საკმაოდ დაბალანსებული გემო აქვს და ნოყიერი სადილით გამოვიდა, ამიტომ სრულყოფილი სადილია, მე კი ამით მომდენო რუბრიკამდე დაგემშვიდობებით, კეთილის სურვილებით, ნახვამდის. Swept away again. საინტერესო და მარტივი რეცეპტი შემოგთავაზა, ვფიქრობ, ქეთამ სალიამის როლი კრემყველით, ასე რომ ყველას გირჩევთ, რომ აუცილებლად მოამზადეთ სახლში და თუ რეცეპტის ჩანიშვნა ვერ მოასწარით, აუცილებლად გამოგყვებით Facebook-ზე, რადგან მოგვიანებით უკვე აიტვირთება და შეძლებთ ხელახლა ნახოთ და ჩაინიშნოთ ეს უმარტივესი და ძალიან გემრიელი რეცეპტი. და იდეა მივაწოდეთ, ესე ვთქვათ, მაყურებლებს დიასახლისებს განსაკუთრებით, ვინც არ იცის დღეს რა მოამზადოს, და ეხმარა ქეთა ძალიან მარტივად და სწრაფად გემრიელი კერძის იდეისთვის და მომზადებაში, რა თქმა უნდა. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ ეხლა გადაცემა და ბუნებრივია თბილისის დროით ზუსტად 9 საათი სრულდება და უნდა გავიგოთ რა ხდება საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. პირდაპირ ეთერში ჩვენი კოლეგა სულხან წულუგიძე შემოგვიერთდება. სულხან, დილომშვიდობისა. დილომშვიდობისა, სულხან. მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით რა თქმა უნდა ჩვენს ძვირფას მაყურებელს. 9 საათია და ახალი ამბების დრო. გისმენთ. ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები გუშინ უწყვეტად მიმდინარეობდა. მერის ინფორმაციით ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა გაწმენდილია. შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები კი დასკვნით ეტაპზეა. სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკა. გზებზე გადაადგილება შესაძლებელია ზამთრის სეზონისთვის შესაბამისი საბურავებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოცულების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ რიყეთის 50-მდე აბონენტს. დენის მიწოდების აღსადგენად ენერგოპრო ჯორჯიას წარმომადგენლები მუშაობენ. აქტიურად მიმდინარეობდა თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც დასკვნით ფაზაშია და უახლოს პერიოდში დასრულდება. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, განხორციელებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად სრულად მიეწოდება ყველა აბონენტს, გარდა რიყეთის თემის 50-მდე აბონენტსა, სადაც ენერგოკომპანიის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ, რათა დროულად და ეფექტურად აღდგენილი იქნას ელექტროენერგიის მიწოდება.
საქართველოს მკაცრად გმობს სიდნეიში ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის სამიზნეც ებრაული თემის წევრები იყვნენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქს ეწერს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ანტისემიტიზმის აქტები ძირს უთხრის საერთო ღირებულებებს. ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებთ დაზარალებულებს და დაშავებულებს და სოლიდარობას უცხადებთ ავსტრალიის ხალხსა და მთავრობას, აღნიშნავს პრემიერი. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში ბონდის სანაპიროზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. როგორც აღნიშნეთ, ავსტრალიაში ბონდის სანაპიროზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, დაღუპულთა შორის არის ბავშვიც, მსხვერპლთა ასაკი 10-დან 88 წლამდე მერყეობს. 42 დაშავებული საავადმყოფოში რჩება. სამართალდამცველების ცნობით იდენტიფიცირებულები არიან დამნაშავეები, ისინი მამა, შვილი არიან. 50 წლის მამა სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე სროლის შედეგად მოკლეს. 24 წლის შვილი კი დაჭრილია და საავადმყოფოში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ავსტრალიის მთავრობა მომხდარს დაგეგმილ დანაშაულად აფასებს, რომლის სამიზნეც ებრაული თემი იყო. ევროპის პროკურატურამ საბერძნეთში ბრალი წაუყენა 16 პირს, რომლებიც ევროკავშირის აგრარული სუბსიდიების თაღლითურად მიღებაში არიან ეჭვმიტანილები. ბერძნული მედიის ცნობით, ბრალდებულებს მიეცათ დრო მოსამართლის წინაშე ჩვენებების მისაცემად. ეჭვმიტანილები უკვე გამოცხადდნენ ათენში ევროპის პროკურატურაში, სადაც მათ სისხლის სამართლის ბრალდებები წაუყენეს. მათ შორისაა დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა და ხელმძღვანელობა, დამამძიმებელ გარემოებებში სუბსიდიების თაღლითური გზით მიღება, ფულის გათეთრება. ივნისში ევროკავშირმა საბერძნეთს 392 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა სახელმწიფო სააგენტოს მიერ 2016-2023 წლებში აგრარული სუბსიდიების არამიზნობრივი გამოყენების გამო. საბერძნეთში პარალელურად ფერმერების აქციების მიმდინარეობს, რომლებიც ტრაქტორების სხვადასხვა ობიექტის ბლოკადას ახდენდნენ. ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას ნუ გაანადგურებენ ბუნებრივ სიმდიდრეს და გამოიყენონ ხელოვნური ნაძვის ხეები. დანაშაული პირველ ჯერზე 2000 ლარითგან ისაზღვრება, ხოლო განმეორების შემთხვევაში იდგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ზიანის ოდენობის შესაბამისად შესაძლოა დამნაშავეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს. წიწვოვანი ხემცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში და საკარმი დამონაკვეთებში. უკანონო რეალიზაციის წესის დარღვევაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ სანქციებს ემატება გარემოზე მიყენებული ზიანიც. თუ ზიანის ოდენობა აღემატება 3000 ლარს, სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე. აქედან გამომდინარე, მოუწოდებთ მოსახლეობას სადღესასწაულო დღეებისთვის ნუ გაანადგურებენ ბუნებრივ სიმდიდრეს, ყოველ გამოვლენის სამართალ დარღვევაზე გატარდება კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი სანქციები. 2025 წლის 11 თვის მონაცემებით საქართველოს დაცულმა ტერიტორიებმა რეკორდულ 1,214,653 ვიზიტორს უმასპინძლა. სააგენტოს ინფორმაციით ვიზიტორთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 12%-ით არის გაზრდილი. ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, მტირალას ეროვნულ პარკსა და წალკის კანიონს. დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს მუშაობას დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებისთვის მრავალფეროვანი შტაბ-ჭიდებების შექმნის მიმართულებით. სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. დაცულ ტერიტორიებზე ტურისტების რაოდენობა მიაღწია 1,200,000, ეს არის სარეკონდო მაშვენებელი. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სააგენტოს ამოცანა არის ეკოტურიზმის განვითარება. ამ კუთხით ჩვენ ვაწყობთ შესაბამის ინფრასტრუქტურას. მაგალითად, წელს თბილისის ეროვნულ პარკში საბადურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო საპიკნიკე სივრცეები, ვიზიტორთა ცენტრები, შესაბამისი საპარკინგე სივრცეები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქაც შევძლებთ ტურისტების ნაკადების მიღებას და მათ კომფორტულად, ასე ვთქვათ, დავხვდებით. კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით კავკასიის უნივერსიტეტში რიგით მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება გაიმართა. შეხვედრა ტელეკომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სფეროს უახლესი ტენდენციების განხილვასა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა. კონფერენციაზე საქართველოს ციფრული მდგრადობა და ინოვაციების განვითარების პერსპექტივები იყო განხილული.
დღევანდელ კონფერენციაზე ჩვენ ვისაუბრებთ კომკომის იმ პრიორიტეტულ ამოცანებზე, რომლებიც უკავშირდება დარგის, სატელეკომუნიკაციო დარგის მდგრად და ინოვაციურ განვითარებას და ზოგადად როგორც გამოცდება აჩვენებს, უსაფრთხოება, ინოვაციები და კონკურენტული გარემო უნდა ვითარდებოდეს პარალელურად იმისთვის, რომ ჩვენ ლიდერის პოზიცია შევინარჩუნოთ და ჩამოვყალიბდეთ სამომავლოდ რეგიონში და ზოგადად საერთაშორისო ძლიერ მოთამაშეთ ციფრულ ეკოსისტემაში. ეს არის საქართველოში პირველი სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია ტელეკომუნიკაციების და უსაფრთხოების მიმართულებით. წელს უკვე ეს კონფერენცია ტარდება უკვე მეხუთედ. მისი ორგანიზატორები არიან სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია და ინტერნეტის განვითარების ინიციატივა და მხარდამჭერები არიან მარგულებელი კომისია კომკომი, ასევე რაიპენსისი, აიქანი, ასევე ნაწილობრივ მხარდაჭერი არის და ეს არის საუკეთესო პლატფორმა არის, სადაც იკრიბებიან მეცნიერები, დარგის მეცნიერები და მეცნიერულ დონეზე განიხილება ის პრობლემური საკითხები, რომელიც არსებობს ტელეკომუნიკაციებში, კიბერუსაფრთხოებაში და რა გამოწვევები შეიძლება იყოს უკვე მომავალში. აი ამაზე არის საუბარი. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, ამ და სხვა სიახლეებით კი პირდაპირ ეთერში 10 საათზე დავბრუნდებით, ასე რომ დაგველოდეთ. დროებით. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და უკვე დრო ვნახოთ გადაცემის მეორე ნაწილის ანონსი თუ რას ნახავს მომდევნო საათნახევარში ჩვენი მაყურებელი წინ კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი თემები გველოდება, ასე რომ დარჩით აუცილებლად ჩვენთან ერთად. ვნახოთ ანონსი და მალე დაგიბრუნდებით. არ გადაარდეთ. დაელოდეთ დილის ტალღის მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს და გაიგეთ 15 დეკემბრის ამინდის უტყუარი პროგნოზი. როგორი მასპინძელი იყო საქართველოს ჯუნიორ ევროვიზია 2025-ზე, რას ამბობენ ღონისძიების თანაორგანიზატორები, რა სირთულეების დაძლევა მოუხდა გუნდს და როგორ მიმდინარეობდა მზადება ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური კონკურსისთვის. ჩვენი რეპორტაჟიდან შეიტყობთ. ანსამბლის ზღვის შვილები სახელმწიფო მუსიკალური სპექტაკლისთვის ემზადება. როგორ მიმდინარეობდა სპექტაკლზე მუშაობა და როდის იხილავს მას მაყურებელი პირდაპირ ეთერში სტუმრებთან ერთად გავიგებთ. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. ბათუმში ბიაფის კინოკვირეული დაიწყო. სტუდიაში ფესტივალის მენეჯერთან ერთად დავბრუნდებით და გავიგებთ რა პროგრამა, პრემიერები და სიახლეები ელოდება კინომოყვარულებს წლევანდელ ბიაფზე. გადაცემის მესამე ნაწილში ტრადიციულად ყოველ ორშაბათს დაელოდეთ ასტროლოგ ხატია ძნელაძეს და გაიგეთ რას გიმზადებენ ვარსკვლავები მთელი კვირის მანძილზე. მიიღეთ რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორც დილიდან დაგპირდით, ახლა დროა შემოგვიერთდეს ჩვენი მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე, რომელიც გაგვაცნობს უტყუარ და ზუსტ ამინდის პროგნოზს, თუ რა გველოდება დღეს მთელი დღის მანძილზე ჩვენს ქალაქში ბათუმში და არა მხოლოდ და ასევე გავიგებთ მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზსაც. კობა უკვე ხაზია. კობა დილომშვიდობისა კობა. დილომშვიდობისა, მოგესალმებით ყველა. საქართველოში დღეს საკმაოდ ცივი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში 9 გრადუსზე მეტი და აღმოსავლეთში 7-ზე მეტი არ დაფიქსირდება და ამ ფონზე ასევე დღის მეორე ნახევარში გაგვიწვიმდება ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს. მოსალოდნელია ზოგან ძლიერი ნალექით და ხვალ საკმაოდ ასევე ცივი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ჩვენს ქვეყანაში. მთიან და მაღალმთიან ზონაში ზამთრის კურორტებზე ყველგან მოსალოდნელია ხვალისთვის ძლიერი თოვა და ამ ციკლონთან არსებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გადმონაცვლება ჩვენს ქვეყანაში უკვე ზეგიდან შეწყდება და გამოიდარებს. თუმცა ჯერჯერობით მაინც მნიშვნელოვნად არ დათბება და რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის იმ განსხვავებით, რომ ხვალინდელ ნაცრისფერ და წვიმიან ამინდს ზეგ მზიანი დილა შეცვლის. კონკრეტულად დღეს ბათუმში დღის მეორე ნახევარში გაწვიმდება შესაძლებელია ძლიერათაც და +9 გრადუსი იქნება. ქობულეთში +8 გრადუსი, ქედაში +6 გრადუსი და წვიმიანი ამინდი. თოვლო ჭყაპი იქნება დღეს და +4 გრადუსი შუახევში, ხოლო გაწვიმდება და შემდეგ უკვე დღის მეორე ნახევარში გათოვდება ხულოში.
დღის მაქსიმალური ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. გოდერძის უღელტეხილზე თოვლი იქნება შუა დღის საათებიდან და -4 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში 7, ურეკში 8 გრადუსი, ლანჩხუთში 7 გრადუსი, ჩოხატაურში +6 გრადუსი და დღის მეორე ნახევარში ყველგან იწვიმებს. ბახმაროში თოვლი იქნება შუა დღიდან და -2 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში +8, ანეკლიაში +7, სოხუმში 8 გრადუსი, ზუგდიდში +7, კოპიტნარსა და ქუთაისში +8 გრადუსია მოსალოდნელი და წვიმიანი ამინდი. საირმეში დღეს თოვლჭყაპი იქნება და +1 გრადუსი დაფიქსირდება, მესტიაში -1 გრადუსი თოვლი, ბორჯომში თოვლჭყაპი +2 გრადუსი, ბაკურიანში კი -3 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი. ზამთრის სეზონი, ზამთრის კურორტებისთვის უბრალოდ ეს გავრდება არის საკმაოდ კარგი და უხთოვლიანი, ვინაიდან თოვლის საფარი არსად არ აღინიშნებოდა ამ ნალექიან პერიოდამდე. აბასთუმანში დღეს +1 გრადუსი იქნება, ახალციხეში ასევე +1 და თოვლი როგორც ახალციხეში, ასევე აბასთუმანში. გორში +3 გრადუსი თოვლჭყაპი, ცხინვალში +2 გრადუსი თოვლი, 7 გრადუსი იქნება დედაქალაქში, ასევე თელავში და მოსალოდნელია უმეტესად უნალექო დღე. ხვალისთვის კიდევ ერთხელ გავავიმეორებ, ვინც ახლა შემოგვიერთდით, საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად შეიცვლება, მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი დასავლეთის ქარი, 17-22 მეტრი წამში, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში და ძლიერი ნალექის დროს, განსაკუთრებით მთიან ზონაში, სადაც თოვლია მოსალოდნელი და ქარბუქი გადაადგილებისას ხვალისთვის, ასევე ხილვადობის შემცირების გამო იყავით ფრთხილად, ზღვაზე მოსალოდნელია 4 ბალის შტორმი, ასე რომ დღის მეორე ნახევარში აუცილებლად იქონიეთ თან საწვიმრები და ქოლგები. მადლობა კობა ამ მომწურავი ინფორმაციისთვის. პრინციპში ისეთი თბილი ნოემბერი იყო, რომ უკვე დრო იყო შეგვეგრძნო ზამთარი, ასე რომ არაუშავს ავიტანთ ამ გაავდრებას და ცუდ ამინდებსაც. ჩვენ კი საინტერესო თემით უნდა გავაგრძელოთ გადაცემა, მოგეხსენებათ. ძალიან აქტიური შაბათი კვირა გქონდა და გქონდა ჩვენს მაყურებელსაც, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო ევროვიზია ჩატარდა, სადაც ჩემი კოლეგა ანა ჟორჟაძე იმყოფებოდა. შენი ემოციები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც იცი, კარგი სიუჟეტიც ჩამოიტანე, რომელიც რამდენიმე წუთში ჩვენთან გავა. კი, მოდი შთაბეჭდილებებზე და ემოციებზე უკვე რეპორტაჟის შემდეგ სტუმრებთან ერთად ვისაუბროთ. თუმცა ახლა ვნახოთ რეპორტაჟი საბავშვო ევროვიზიის შესახებ. ევროპის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსი კვლავ მილიონობით მაყურებლის ყურადღების ცენტრშია. საბავშვო ევროვიზია აერთიანებს კულტურებს, ემოციებსა და სცენურ შოუს, სადაც თითოეულ მონაწილეს საკუთარი ისტორია და გზავნილი აქვს. 13 დეკემბერს საქართველოს მეორედ ერგო საბავშვო ევროვიზიის მასპინძლობის სტატუსი. ქვეყანამ კიდევ ერთხელ შეძლო მსოფლიოსთვის ეჩვენებინა მაღალი დონის ორგანიზება, შემოქმედებითი ხედვა და თბილი მასპინძლობა. როგორ მიმდინარეობდა სამზადისი, რა სირთულეებს შეხვდნენ ორგანიზატორები და როგორი შთაბეჭდილებები დარჩათ სტუმრებს, ვნახოთ ჩვენს რეპორტაჟში და მალე დაგიბრუნდებით. Excited to perform here at Junior Eurovision, and it went so well, and we had a lot of fun, and like the people were just so fun, and everyone was amazing, and I had a great time. So happy, and I'm so excited. I can't describe my emotions. My emotions are just the best. The energy from the people who are here, the stage, the music. I can't really explain it. I wanted my emotions. Thank you so much everyone for supporting me. I love you all. 13 დეკემბერს საქართველოს დედაქალაქში თბილისში რიგით 23 საბავშვო ევროვიზია გაიმართა. კონკურს თბილისმა უკვე მეორედ უმასპინძლა. საქართველოს საბავშვო ევროვიზიის სიმღერების კონკურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც ღონისძიება 4-ჯერ მოიგო.
მეოთხე გამარჯვება საქართველომ 2024 წელს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ კონკურსზე მოიპოვა, როცა 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ კონკურსის ისტორიაში ყველაზე მაღალი რეკორდული 229 ქულა დაიმსახურა გიგა კუხიანიძის სიმღერით დედას. აღნიშნული გამარჯვებით საქართველომ საერთაშორისო კონკურსის მასპინძლობის უფლება უკვე მეორედ მოიპოვა. ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ვიტყვი რომ ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. სცენაზე დადგომისთანავე ვიყავი ძალიან ბედნიერი, ყველაფერი ძალიან ზღაპრულია და ნამდვილად არ ველოდი ესეთ დახვედრას. საკმაოდ ემოციური იყო ეს ყველაფერი ჩვენს შემოწმებად რაც ხდებოდა. ძალიან ბედნიერები ვიყავით, თუმცა მინდა აღვნიშნო ისიც, რომ საკმაოდ პატარები ვიყავით ამხელა მასშტაბური კონკურსისთვის და ბოლომდე ვერ ვიაზრებდით ამხელა პასუხისმგებლობა იყო. პირველ რიგში ვთვლი, რომ ჩვენი 4ჯერ გამარჯვება მდგომარეობს ჩვენს არტისტებში და ჩვენს კომპოზიტორში, გიგა კუხიანიძეში. მათი კოლაბორაცია ხდება ძალიან კარგი, რის შედეგადაც გვაქვს ის საუკეთესო შედეგები, რასაც ქვია გამარჯვება ამხელა მასშტაბურ კონკურსზე, საბავშვო ევროვიზიაზე. ამიტომ ვთვლი, რომ ყველაზე დიდი გასაღები ჩვენი წარმატების არის სინთეზი კომპოზიტორსა და არტისტს შორის. რიგით 23 ევროვიზია ჯუნიორზე 18 ქვეყანა მონაწილეობდა. ფესტივალს შარშანდელი 2 მონაწილე, ესტონეთი და გერმანია გამოეთიშა. სამაგიეროდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კონკურსზე 3 ქვეყანა დაბრუნდა. აზერბაიჯანი, რომელმაც ბოლოს 2021 წელს მიიღო მონაწილეობა, მონტენეგრო, რომელიც ბოლოს 2015 წელს ვიხილეთ და საბავშვო ევროვიზიის პირველი გამარჯვებული, ხორვატია, რომელიც 2015 წლიდან აღარ მონაწილეობდა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამ პროექტზე უკვე მუშაობთ ინტენსიურად 7 თვეა. შესაბამისად, 7 თვის განმავლობაში იმდენი ნიუანსი გავიარეთ, იმდენჯერ გავიარეთ ყველანაირი ტექნიკური და ლოჯისტიკური საკითხი, რომ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფრისთვის ვიქნებოდით აბსოლუტურად მზად. თუმცა ეს არის ძალიან მასშტაბური კონკურსი და ძალიან კომპლექსური სატელევიზიო შოუ. შესაბამისად, თავდაჯერებული იყო, რომ ყველაფრისთვის მზად ხარ არის შეუძლებელი, თუმცა გვაფასებენ სხვა ქვეყნები, დელეგაციები, რომლებიც ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში, 17 უცხოური დელეგაცია აცხადებს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული საბავშვო ევროვიზია, სადაც ისინი ოდესმე ყოფილან. ჩვენი წარმატების ფორმულა მდგომარეობს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბავშვების ნიჭიერებაში და რა თქმა უნდა, არ უნდა დავუკარგოთ ძალიან დიდი ღვაწლი გიგა კუხიანიძეს, რომელმაც 4ჯერ დაწერა საბავშვო ევროვიზიისთვის გამარჯვებული სიმღერა. საქართველოს წარმომადგენელი წელს 10 წლის ანიტა აბგარიანი იყო, რომელმაც რეკორდსმენი ქვეყნის წარმომადგენლის სტატუსი პირველი არხის პროექტ რანინაში გამარჯვებით მოიპოვა. ეს დიდი პასუხისმგებლობა, რომ საქართველოს წარმოადგენს საბავშვო ევროვიზიაზე, არა მარტო ჩემ თავს, მთლიან საქართველოს და არ ვიცი, ძალიან გამიხარდა, ჯერ ჭკუაზე არ ვიყავი რა უნდა გამეკეთებია, ამიტომაც დიდად ემოცია ვერ გამოვხატე, მაგრამ არ ვიცი, გულში ძალიან გამიხარდა. ჩვენ რომ პირველად მოვისმინე ეს სიმღერა, რა თქმა უნდა ძალიან მომეწონა, რადგან ჩემთვის უნდა ყოფილიყო ეს დაწერილი, ძალიან კარგად მოვირგე. მინდა მთლიან შემოგვეთებით ჯგუფს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან მართლაც ძალიან ზღაპრული და ძალიან მაგარი სცენაა. ანიტასთან მუშაობა იყო ძალიან ნაყოფიერი და ძალიან კარგი. თვითონ ანიტა არის ისეთი ბავშვი, რომ მას არ ეზარება მუშაობა და არის ძალიან მებრძოლი, ძალიან შრომელი და მან მომცა ეს мотиваცია, რომ გამეკეთებია ესეთი ძლიერი და რთული სიმღერა. მისი თხოვნა იყო ეს, რომ მე მჭირდება ძალიან ძლიერი სიმღერა, როცა გავიცან. ყავს ძალიან კარგი წარმომადგენლები, ყოველთვის ძალიან მაგარი ბავშვები. თავარია რომ იყოს სიმღერა კარგი, არა არც შეიძლება რომელი ჟანრში იმუშავებ. და იყოს სწორად მორგებული არტისტზე, თვითონ ბავშვზე. ეს სიმღერა უნდა გავდეს მას, ის უნდა იყოს აბსოლუტურად მისი. და ეს არ უნდა იყოს ძალით მიწებებული და ბავშვს არ უნდა უთხოვო, კარგია და უნდა იმღერო, იმიტომ რომ ეს აუცილებელია. პირველი კითხვა არის ყოველთვის ჩემგან, რომ მოგწონს, ოღონ არ ვიჯერებ ის რომ მეუნება კი ის, იმიტომ რომ შეიძლება ეუხერხულება, შეიძლება
ვერ მიბედავს და ვერ მეუბნება და მე ამას ერთი კვირა ვეუბნები. ვარწმუნებ, რომ არ მეწყინება თუ კი მეტყვის, რომ არ მოსწონს. კონკურსი ისეთი რამ არის, რომ ვერ გაიგებ. ხო, კონკურსია და შეიძლება ვერ გაიმარჯვო, შეიძლება გაიმარჯვო. და ამიტომ ეს ძალიან კარგია თუ გაიმარჯვებ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, რომ შესრულების ხარისხი და წარსდგენა ყოველთვის იყოს საამაყო. პირველ რიგში და რადგან აჭარის ტელევიზიით გავდივართ, უდიდესი მადლობა უნდა უთხრათ ბათუმს და ზღვის შვილებს. მე არ ვიცი სად პოულობენ, ან ეს პედაგოგები როგორ ახერხებენ ასეთი ნიჭიერი ბავშვები აღზარდონ და აჩუქონ მთელ მსოფლიოს. ჩვენ გვაქვს საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში არათუ ყველაზე დიდი სცენა, არამედ ყველაზე შთამბეჭდავი სცენა, ყველაზე გრანდიოზული, რომელზეც უცხოელები ამბობენ, რომ არათუ საბავშვოს დიდების ევროვიზიასაც შეშურდებოდა და ძალიანაც დაიმშვენებდა ასეთ არაჩვეულებრივ სცენას და ამაში ჩვენ ვეთანხმებით. ქართველებმა თუ მოინდომეს, შეუძლებელი არაფერია. თვეების განმავლობაში მიმდინარე ინტენსიური სამზადისი, უმაღლესი სტანდარტებით დაგეგმილი თითოეული დეტალი და მაღალი კონკურენციის ფონზე გაწეული არაჩვეულებრივი მასპინძლობა. ასე შევიდა საქართველოს ჯუნიორ ევროვიზია 2025-ის ისტორიაში. საბოლოოდ ევროპის ყველაზე მუსიკალურ სცენაზე გამარჯვება საფრანგეთმა მოიპოვა. თუმცა კონკურსი, რომელსაც საქართველოს უმასპინძლა, მონაწილეებსა და სტუმრებს დიდხანს დაამახსოვრდებათ, როგორც ხარისხის, მასშტაბისა და პროფესიონალიზმის მაგალითი. I'm very happy and it's a dream for me and now my dream is real. ოხ მოკლედ ისეთი ემოციები მოიტანა ისევ დღეს დამაბრუნდა 13 დეკემბერს მოკლედ მუსიკალურად ვაგრძელებთ ისევ 21 დეკემბერს საღამოს 7 საათზე სტუდია ზღვის შვილები მუსიკალურ სპექტაკლს წარმოგიდგენთ სახელწოდებით ჩობა ჩვენს ფანჯრებში. მთავარ როლებში მომღერლები რუსათ აბართქილაძე, ანდრია ფუტკარაძე და ანიტა აბგარიანი გახდნენ. დღეს ჩვენ სტუდიაში არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიან იმ სივრცეს, სადაც ბავშვთა ნიჭი იზრდება, ძლიერდება და საერთაშორისო სცენამდე მიდის. სტუმრები არიან ანსამბლ ზღვის შვილების პედაგოგი ნონა დიასამიძე და დირექტორი, მუსიკალური ხელმძღვანელი ნათია ინაიშვილი და საუბარს დავიწყებთ, რა თქმა უნდა, იმ წარმატებით, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა. ნონა, ანიტა აბგარიანი საბავშვო ევროვიზიაზე მესამე ადგილის მფლობელია და ასევე თქვენი მოსწავლეა ანდრია ფუტკარაძე, რომელმაც შარშან გაიმარჯვა და სწორედ ამის შემდეგ უკვე გვერგო წელს პატივი რომ გვემასპინძლა საბავშვო ევროვიზიისთვის, ასე რომ მოდი საუბარი დავიწყოთ ამით, როგორც მუსიკალური ხელმძღვანელი, როგორ შეაფასებდით მათ ნამღერს და ზოგადად შოუს. მადლობა მოწვევისთვის. მოკლედ ემოციებში ვართ. გუშინ ჩამოვედი თბილისიდან. ისეთი ემოციები იყო იქ ლაივში. რომ არ ვიცი ძალიან ბედნიერები ვართ. შევაფასებდი როგორ. ბავშვები არიან ძალიან ნიჭიერები. ანდრიამ ეს დაამტკიცა დიდ სცენაზე და ჩამოიტანა ეს სცენა საქართველოში და ამისთვის უღრმესი მადლობა მას, მის პედაგოგებს, რა თქმა უნდა, გიგა კუხიანძეს, რომელმაც ესეთი სიმღერა მოარგო ანდრიას და ორი დღის ემოცია იყო დაუვიწყარი, რაც ანიტამ ჩაიდინა სცენაზე. ანიტა არის არ ვიცი, ზე ფენომენალური ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვი და ეს დაამტკიცა მან, ჩვენთვის ანიტა გამარჯვებულია და ისეთი ცეცხლი დაანთო, რომ ეს რა თქმა უნდა მთელმა მსოფლიომ დაინახა და აღიარა და არ ვიცი, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ამ შედეგზე გავედით მესამე ადგილზე. ყველა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ძლიერი სიმღერა იყო მუსიკალურად. ძალიან ძლიერი. ვოკალურად და სხვა წლებს თუ გადავხედავთ, ხო, ვფიქრობ, რომ ეს წლევანდელი 2025 წლის სიმღერა და თვითონ ანიტა ალბათ მეც ვიქნები იმ ადამიანების კატეგორიაში, ვინც ვიტყვი, რომ ნამდვილად ძალიან რთული რეპერტუარი შეარჩია, შეეჭიდა და გამოუვიდა კიდეც და ნამდვილად იმსახურებდა პირველ ადგილს. ქალბატონ ნათიასთან გადავალ შეკითხვით. ქალბატონო ნათია, საინტერესოა თქვენი ემოციები წლევანდელ ევროვიზიას როგორ შეაფასებთ, როგორ იყვნენ სხვა ქვეყნები მომზადებულად და რამდენად
როდესაც დიდი იყო კონკურენცია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვუყურეთ და ვიცით, თქვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია. მივესალმები დილის ტალღის მაყურებელს, მოგესალმებით თქვენ, გვიხარია ყოველთვის, როდესაც გვმას პინძლობთ და ძალიან განიცდით ჩვენი სტუდიის ამბებს. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. რაც შეეხება ორგანიზებას, საოცარი შოუ დაიდგა ის საქართველოში, ეს იყო საოცარი შოუ. ჩვენ შარშან მადრიდშიც ვიმყოფებოდით და აი სულ ვადარებთ ხოლმე, რომ აი შედარება არ შეიძლება. ისეთი მართლა ცეცხლოვანი შოუ იყო. თავისი დეკორაციებით, აი მუსიკალური გაფორმებით, ბატონმა გიგამ არაჩვეულებრივი სიმღერება, 4 ახალი სიმღერა დაწერა. საფინალო სიმღერა იყო რაღაცა ის სასწაული, ხო ეს ყველა ბავშვი რო ჩართული იყო. ბზიკების გაცოცხლება, კენდის გაცოცხლება, თან რაღაცა მიაახლოვო ისევ იმ სიმღერებთან, რომ აი ბავშვები არ ამოვარდნილიყო, ხო? ნუ აი საოცარი იყო. დაადგმა ყველაფერი და მადლობა ყველას, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო და საქართველოს ასე ღირსეულად ჩაატარა საბავშვო ევროვიზია. რეალურად რეკორდსმენი ქვეყანა ვართ, ყველაზე წარმატებული საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში 4-ჯერ მოვიპოვეთ უკვე გამარჯვება და არ ვიცი ალბათ როგორც მუსიკალურ ხელმძღვანელს მინდა გკითხოთ, ორივე თქვენი მოსწავლეა თან ანდრიაც და ანიტაც, ბოლო ორი მონაწილე საბავშვო ევროვიზიის, რა შემალება ამ ბავშვების საიდუმლო, აი თქვენთან როცა მოდიან რა სასწავლით პირველად. რეალურად ეს ნომერი რამდენიმე წუთი გრძელდება, მაგრამ ამ ნომრის უკან არის დისციპლინა, დაუღალავი შრომა, თვეების შრომა იმალება ამ ყველაფრის უკან და როგორ ხდება ამ ბავშვებთან მუშაობა, რომ ესე გავაცნოთ მერე უკვე მსოფლიოს. ანიტა და ანდრია ზოგადად ძალიან შრომის მოყარე ბავშვები არიან. აი ნიჭიერი შეიძლება იყოს ბავშვი, მაგრამ აი ნიჭითან რო შრომა ემატება და აი ეს ბავშვის ჟილკა, რაც მათ ორივეს აქვთ, ეს ძალიან ეხმარება ბავშვებს განვითარებაში. ზოგადად რანინას კონკურსის გამარჯვებული მიდის ევროვიზიაზე და ჩვენ ყოველთვის ჩვენი ანსამბლი ყოველთვის ღებულობს ამ კონკურსში მონაწილეობას და ანიტა არის მეოთხე კონკურსანტი, რომელმაც ჩვენი ანსამბლიდან მიიღო რანინაში მონაწილეობა და ბოლო 2 წელი რანინას გამარჯვებული ზედიზედ ზღვიშვილები არის და ძალიან ბედნიერები ვართ და არ ვიცი რა, ყველაფერი ერთად, მშობლის აქტივობა ჩართულია 100%. ჩვენ რა თქმა უნდა მე, ნათია, რუსა მასწავლებელი ვინც არის ამ ბავშვების, აი 24 საათი ვშრომობთ იმისთვის, რომ მაქსიმალურ შედეგზე გავიდეს ბავშვი და დაამტკიცენ ამ ბავშვებმა და გაიტანენ ეს შრომა, რაც პედაგოგებმა ვთქვათ ჩავდეთ, გაიტანა ორივე ბავშვმა მაქსიმალ 100%-ით გაიტანა და დაამტკიცა და გაიმარჯვა ორივე წელს. ეს იყო 2023-ში და 24-ში, ხო? 24 და 25. ამერია. გარდა იმისა, რომ ბავშვი მუსიკალურად უნდა მოამზადო, ფსიქოლოგიურადაც უნდა იყოს მსაათი, იმიტომ რომ ეგ არის ყველაზე მთავარი. ძალიან პატარები არიან ამ ხელა სტრესისთვის და ჩვენ აი მაგაზეც გვაქვს მათთან საუბარი, რომ იცი რა, შენ რომ აქ მოხვდი, შენთვის უკვე გამარჯვებაა, რომ ბავშვი შეამზადო წინასწარი იმისთვის, რომ აი 50-50-ია. შენსაც კი გააკეთებ, მაგრამ იქ სხვასაც უნდა მოაწონო თავი და ხშირად გავდივართ კონკურსებზე. ხშირად არ გვხდება ხოლმე ჟიურის უსამართლო ქულები, იმიტომ რომ ყოველთვის გამოირჩევიან ჩვენი ბავშვები კარგი მონაცემებით და წარმატებით, მაგრამ ნუ არის თუ ხედავს თქვათ სხვა ქვეყნის ჟიურის წარმომადგენელი, რომ აი კონკურენტია მისი ბავშვის და ცოტა უსამართლოა, შინაგანად ადამიანი შეიძლება ქულა დააკლოს და ჩვენ ამას ყოველთვის ამისთვის ვამზადებთ ბავშვებს. ჩვენ ადგილზე ვიმყოფებოდით და მიუხედავად იმისა, რომ მინდა აღვნიშნო, რომ მაქსიმალურად მეგობრული გარემო იყო, ბავშვები ძალიან კარგად იყვნენ ერთმანეთთან, მაინც კონკურსია და თავისთავად წნეხი ახლავს ამ ყველაფერს და ფსიქოლოგიური საუბარი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ალბათ დიდი ხანი ვისაუბრებთ კიდევ საბავშვო ევროვიზიაზე და დიდი ხანი იქნება საქართველოს ამ შთაბეჭდილების ქვეშ, იმიტომ რომ ნამდვილად ღირსეულად ვიმასპინძლეთ წელს საბავშვო ევროვიზიას, თუმცა მინდა გადავინაცვლო ახლა 21 დეკემბრის საპრემიერო სამზადისისთვის ამ საახალწლო სპექტაკლზე მინდა ვისაუბროთ, საიდან გაჩნდა ზოგადად იდეა და რას იხილავს მაყურებელი. იდეა მე ვიტყვი საიდან გაჩნდა, თუ შეიძლება ჩვენი იდეის ავტორი და სულის ჩამდგმელი და ყველა პროექტის ავტორი არის ნათია. ნუ აი არ ვიცი საიდან ებადება, ზოგადად ყველა პროექტის ავტორი არის ჩვენი ნათია ინაიშვილი, რომელიც არ ვიცი აი სასწაულებს ჩადის და რომ მეტყვის რომ მოდი ნონა ეს დავიწყეს, გავაკეთოთ ვეუბნები ნათი. სულ რაღაც ხო კარგი გავაკეთოთ და ნამდვილად
ღმერთით ეხა 21 დეკემბერს გავაკეთებთ, ანუ შევძლებთ ჩვენ ერთობლივი ძალებით მაქსიმალურად ნათიას ჩანაფიქრი გავიტანოთ სცენაზე. მაშინ ესე დასვამ შეკითხვას, რას შეძლებთ და რა უნდა იხილოს მაყურებელმა? ძალიან სერიოზულ თემას შევეჭიდეთ. ანუ მუსიკალური სპექტაკლი არის ურთულესი, ხო? თან იქედან გამომდინარე, რომ ანიტას და ანდრიას ერთი თვე არ ეცალათ. ყავს არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ნიჭიერი რეჟისორი ლუკა ინწყირველი, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომელიც ონლაინ ამეცადინებდა ბავშვებს თავიანთ როლებზე და ჩართულებია ძალიან ბევრი ადამიანი ამაში, ყველამ ძალიან აიტაცა და რა თქმა უნდა, ნონა რო არ წამოყოლოდა ამაზე, მარტო ჩემი იდეა დარჩებოდა ჰაერში, იმიტომ რომ აქ უნდა შეარჩიო შესაბამისი სიმღერა, რეპერტუარი, მოარგო ბავშვს, ხო, აი ძალიან ბევრი ნიუანსია. ამასთან დაკავშირებით და იდეა წამოვიდა ისევ ჩვენი ბავშვებიდან, ჩვენი ვარსკვლავებიდან, ანდრიადან და ანიტადან და ადრე გვინდოდა გაგვეკეთებია შარშან, მაგრამ რაღაცნაირად აი იმაშვებოდით, თავს ვიკავებდით და წელს უკვე ანიტას წარმატებამაც რაღაცნაირად გამიორმაგა ეს სურვილი, რომ აი ორივე ეს ჩვენი ვარსკვლავი საახალწლოდ რაღაცა ჯადოსნურ ზღაპრულ გარემოში გამოგვეჩინა, შეგვეკრა რუსასთან ერთად. ყველა დეტალს არ გავამხელ, ვინ რა პერსონაჟია, დავტოვებ საიდუმლოდ, მაგრამ ძალიან უნერვიულობთ, იმიტომ რომ ძალიან მოკლე პერიოდი გრჩება იმისთვის, რომ აი რაღაც დეტალები უკვე საბოლოო სამზადისამდე მივიყვანოთ, ისე რომ 21-ში მაყურებლის წინაშე წავსდგეთ და ძალიან კრიტიკულებიც ნუ იქნებით, იმიტომ რომ პირველი ნაბიჯებია ჩვენი ამ სფეროში და ნახოთ რა გამოგვივა. და ისეთი დღეები ქონდა ევროვიზია, ცხელი ევროვიზია, განათლება დატვირთული, შემდეგ უნდა რთულია რომ გადმოიწყო ესე მარტივად ამიუზიკი, მაგრამ საინტერესოა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, წარმატებებს გისურვებთ, აუცილებლად მოვალთ ჩვენს და ასევე მე მაქვს ინფორმაცია, რომ აგვისტოში პოლონეთში იყავით, სადაც 1 საათიანი სოლო კონცერტი გამართით, ხო, როგორც ვიცი. ეს დეტალებიც აუცილებლად მნიშვნელოვანია, ეს შრომა თქვენი ხაზი რო გაუსვათ და მოგვიყევით ეს დეტალები როგორ მოხდა 1 საათიანი ღონისძიების გამართვა, ეს არ არის პატარა საქმე. კი. სწორედ ანდრიას გამარჯვების შემდეგ დაგვიკავშირდა პოლონეთიდან ერთ-ერთი ორგანიზატორი, ამ ფესტივალის ორგანიზატორი და პოლონეთში ჩვენ გადავწყვიტეთ წასვლა, 1 საათიანი ქართული კულტურის წარსდგენა დაგვევალა. თავისი ტრადიციული სამზარეულოთი, ჩვენი ღვინით, ჩვენი ტკბილეულობით და რა თქმა უნდა ქართული კულტურის, აი მუსიკალური კულტურის წარსდგენით. ჩვენ შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად ახლა ბავშვები პატარები არიან, მოზარდი ასაკის ბავშვები ყავს ჩვენ, მაგრამ მაინც შევეცადეთ, რომ გვეჩვენებინა ფოლკლორი, საგალობელი, ხალხური საესტრადო მუსიკა და კლასიკაც ჩავთეთ, აი გავაერთიანეთ ანდრიას და რუსას ფაქტორი და არ ვიცი ჟიურის შეფასებითაც და მაყურებლის შეფასებით, აი ტაშს რო გიკრავს მაყურებელი ამ დონეზე და ესე ორგანიზატორი ნათი შემახსენე სახელობის ირენა სანტორი არის პოლონეთში ესეთი ძალიან ცნობილი მომღერალი და აი ამ ქალის სახელობის არის ეს კონკურსი და თვითონ ეს ქალბატონიც ესწრებოდა და სცენაზე რო ამოვიდა, აი ჩვენ ბავშვებს ეუბნებოდა, რომ რა ხმებიო ამოგდითო, საიდან როგორ მღერითო, ესეო ქალი იყო გაგიჟებული, რომ აი მართლა საოცარი პროგრამა 8 ნომერი გქონდა, სულ სხვადასხვა ჟანრობრივი და მადლობა ძალიან დიდი მადლობა. სასწაული წელიც გქონდა ემოციურად თქვენ მოწვევისთვის. მადლობა. გვინდა გადმოგცეთ ასე ძალიან დიდი მოსაწვევებს გვაქვს ჩვენ აუცილებლად მოვალთ ამ ჯადოსნურ სპექტაკლი არავინ არ უნდა გამოტოვოს. ძალიან დიდი მადლობა ნათია ინაშვილი და ნონა დიასამიძე იყვნენ ჩვენთან ერთად. ვსაუბრობდით საბავშვო ევროვიზიაზე და ასევე საპრემიერო სამზადისზე, რომელიც გაიმართება 21 დეკემბერს 19 საათს. კი ბატონო. ეხლა კი ჩვენს ეთერში რადიო სტროა, უნდა გადავერთოთ რადიო ტალღებზე. ილო და თეონე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. ქედა FM 106.1 შუახევი FM 106 ხულო FM 104.1 რადიო აჭარა
დილის რადიო სტუმარი. საინტერესო შეხვედრები, საინტერესო თემებზე. დილონ შვიდობისა მივესალმებით რადიო მსმენელს კიდევ ერთხელ და დღეს პირველად ტელემაყურებლად წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას. დღეს World Skills Georgia 2025-ზე ვისაუბრებთ და კონკურსის ბათუმელ გამარჯვებულებს შეგახვედრებთ. პროფესიული უნარების ჩვევის კონკურსია, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო World Skills International კონკურსის პრინციპზე დაღდნობით. ამ ღონისძიების მიზანი გახლავთ ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარება და იმ ახალგაზრდების მხარდაჭერა, რომლებიც სხვადასხვა სპეციალობაში მაღალი უნარებით გამოირჩევიან. კონკურსი ეროვნულ დონეზე 6-11 დეკემბერს 6 მიმართულებით ჩატარდა. კონკურსის მიმართულებები სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო სივრცესა და რეალურ სამუშაო გარემოში გაიმართა. 12 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონიაზე თითოეულ მიმართულებაში გამოვლინდა პირველი, მეორე და მესამე ადგილზე გამარჯვებულები. კოლეჯი Black-ი World Skills Georgia 2025 ეროვნულ კონკურსში მესამე საპრიზო ადგილის მფლობელია. დილის რადიოს სტუმრები არიან ბათუმელი გამარჯვებულები გიორგი ჰარაკელიანი მიმართულება კონდიტერია და ანუკი მახარაძე მიმართულება მოდის ტექნოლოგია და დიზაინი. მოგესალმებით. გილოცავთ გამარჯვებას. და რას ნიშნავს თქვენთვის რას შედეგი, რამდენად კმაყოფილი ხართ ამ შედეგით და რას ნიშნავდა თქვენთვის ამ კონკურსში მონაწილეობა? ამ კონკურსში მონაწილეობა იყო ძალიან საინტერესო, რადგან დიდ გამოცდილებასაც იღებ. ასევე განვითარებისთვის არის ძალიან პირველი, ძალიან კარგი რაღაცა. და რა მოგიტანა ამ კონკურსში? კი, დავიბენი უბრალოდ ცოტა. ამ კონკურსმა მომიტანა ის, რომ განვითარდი ელემენტარული ეგეთ რაღაცაებში, როცა მონაწილეობას იღებ, ძალიან რთულია იქ მდგომ ადამიანებისთვის, რომ მიიღო რაღაც ცოდნა ან კიდე რაღაცა. ცოტა ნერვიულობ ბოდიშ გიხდით. შენ თავარია ისეთი კონკურსი გაქვს გამოვლილი რომ არა უშა. ხელვარება აქვს ამას კი ნამდვილად და ანუ კი გითხარი შენთვის რა მნიშვნელობა აქვს გავს კონკურსში მონაწილეობას და რამდენად არის ეს შანსი ზრდისთვის და мотиваცია სამომავლოდ. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ კონკურსში, იმიტომ რომ ძალიან ისეთ რაღაცებთან იყო დაკავშირებული დროის მენეჯმენტის სწორედ უნდა გაგვეთვალა. დიდი გამოცდილება მივიღეთ ამ ყველაფრისგან და ვფიქრობ რომ მომავლისთვის ძალიან კარგი იქნება ჩვენი მომავლისთვის ამ конкурსში მონაწილეობა. ცოტა რამ რო კონკურსზე მოგვიყვა რომ წარმოდგენაში შეგვექმნას როგორი იყო ძალიან თავისუფლად უგრძნობდი მე პირადად თავს 10 მონაწილე ვიყავით სულ და საერთოდ არ იყო დაძაბული გარემო პირიქით რაღაც მომენტებში როცა უკვე თავისუფალი დრო მქონდა მე პირადად ვეხმარებოდი სხვა სტუდენტებსაც ვცდილობდი ყოველ შემთხვევაში ძალიან ისეთი გარემო იყო რომ ანუ თავს არ გრძნობდით დაძაბულად პირიქით რა აი და მაგიტომ ძალიან ერთადერთი რაშიც იყო ცოტა ისეთი რაღაც ისეთი შეგვიქმნეს იყო დროის კონტროლი ანუ გვითხროს რომ ჩვენ თვითონ უნდა გაგვეკონტროლებინა ჩვენივე დრო და მაგაშიც გამოწევდნენ რომ რამდენად შევძლებდით ჩვენ თან მუშაობას და თან დროის კონტროლს რომ ხო სწორედ წავსულიყავით და რა იყო კონკრეტულად თქვენ შემთხვევაში დავალება და შემდეგ უკვე გიორგისთან დავალება ჩვენ შემთხვევაში უნდა შეგვექმნა ესე ვთქვათ 3 საათი იყო განკუთვნილი ესკიზისთვის, უნდა დაგვეხატა ესკიზი, მუდბორდები, კეჩფექი. შემდეგ უკვე იყო 5 საათიანი პროცესი, მაკეტი უნდა აგვეშენებინა, ესე რომ ვთქვათ, შეგვეკერა. და მეორე დღეს ორდღიანი რახანი იყო, მეორე დღეს უკვე სრული ნაწარმი უნდა შეგვესრულებინა, ესე რომ ვთქვათ. შეგვეკერა და სრული ნაწარმი უნდა გვეჩვენებინა მენტორებისთვის, ჟიურის წევრებისთვის. შესაძლებელია ერთ დღეში, ანუ 8 საათში ესე ვიტყვი, 8 საათში უნდა შეგვესრულებინა. ჩვენ გვეუბნებიან პიჯაკს ჭირდება ძალიან ორი თვე, ესე კი ეს გადაჭარბებულია. ნუ გააჩნია ეხა 3-ს. მაგრამ კი 8 საათში უნდა შეგვეკერა. ასე გამოდი. 2 და 3 თვე რო ერთი მას პიჯაკს ვიკერავთ, ხო? ანუ მონდომებული ადამიანი შეუძლია სპეციალურად დამუშავება, ამიტომ ნამდვილად ჭირდება ცოტა მეტი დრო. გიორგი, შენ შემთხვევაში რა იყო დავალება და როგორ გააკეთა? შენ შემთხვევაში იყო დავალება, უნდა გაგვეკეთებია, ანუ 2 დღეზე იყო განაწილებული დრო, 8 საათი. უნდა გაგვეკეთებია პირველ დღეს ანტრემე, თეფშის დესერტი და ფიგურები უნდა გაგვეკეთებია, იმისგან რა ქვია, კარამელისგანაც, ხო? მომდევნო დღეს გქონდა
მარციპანის გამომგზადებია კიდევ ორი ფიგურა ორი ფიგურა უნდა გაგუკეთებია მეორე დღეს მარციპანისგან, ასევე შოკოლადის სახლი უნდა გაგუკეთებიან, კიდევ ან შოკოლადის ფიგურა უნდა გაგუკეთებია, მაგრამ მე ამ შემთხვევაში სახლი გავაკეთებ, ფიროსმანი იყო თემატიკა და აი ფიროსმანის თემატიკით ეგრე ვაკეთებდით. ხო, ჩემთანაც იყო თემატიკა, მე ალიდანი. დაძაბული გარემოც არ იყო საერთოდ, ერთმანეთს აი კონკურენტად არ ვგრძნობდით თავს, ერთმანეთს ვეხმარებოდით კიდევაც, რჩევებსაც ვაძლევდით და დამკვირვებლები რო შემოდიოდნენ, წყნარად ვიყავით, თუმცა არაფერი. თქვენ შემთხვევაში იყო თემატიკა ალიდანი, ნო? ჩემ შემთხვევაში ალიდანი, ჩემ შემთხვევაში ალიდანი. ანუ არჩევითი იყო ალბათ, ხო? კი. ანუ ყველა მონაწილე სხვადასხვა. ხო, აი მაგიტო ვიძახ თავისუფალი გარემო შეგვიძლია ყველანაირად, იმიტომ რომ არ გრძნობდით თავს დაძაბულად და რაღაც, ანუ ჩვენ თვითონ უნდა აგვერჩია ჩვენივე სამოში რა იქნებოდა მნიშვნელოვანი და რას მივანიჭებდით პრიორიტეტს და ასე შემდეგ. და ალიდანინოს შემთხვევაში გვითხრი რა. აი, ჩემ სამოს ქონდა აი ზოლები, ხო? და აი ალიდანინოს რაღაც მეტალებად რახან იყო დაყოფილი, აი გამოვიყენე, ნუ რაღაც ვეცადე რომ ინსპირაცია ყოფილიყო ალიდანინო და. რამდენად კმაყოფილი ხარ შედეგით? რა თქმა უნდა, შენი შედეგით და შემდეგ საპრიზო ადგილი. ხა უფრო მეტი გინდა საკუთარი თავისგან, მაგრამ მაინც ყოფილი ვარ საკუთარი თავისგან. რა შეეხება არჩევანს, პროფესიულ არჩევანს, ორივეს გიხებათ გიორგი დავიწყოთ, ანუ როდის გადაწყვიტე, რომ კონკრეტულად ეს კონდიტერია იყო შენი მიმართულება? სამზარეულოში დავიწყე სწავლა თავიდან, სწავლობდი სამზარეულოთი და ვიფიქრე, რომ რადგან სამზარეულოში ვსწავლობ, ჭირდება ასევე კონდიტერიაც, რადგან საბაზისო რაღაცები ვცოდნოდა, გადავწყვიტე კოლეჯ ბლექს მივმართო, მადლობა ამისთვის ყველანაირად. დავიწყე იქ სწავლა, ჩემმა მენტორმა ნათია მესხორაძემ მას სწავლა, ბევრი რაღაცა სხვათა შორის და აი ამით გავედით ამ კონკურსზე ჩვენც. შოკოლადის სახლში რა იყო დრესინგი რა გქონდა? მე შოკოლადის სახის სიტყვისა მომხიბლა. დაგებინდა ქონება. არა, პირდაპირ შოკოლადისგან იყო გამზადებული ის სახლი, ანუ არც დრესინგი არაფერი. არაფერი, აჰა, კაი. აიც გაიქნებოდა. უბრალოდ ფიგურა უნდა გაგუკეთებია. ხო, გასაგები. განიგისმე. კითხვა რო გამიმეორე. როდის აირჩიე ეს პროფესია და რატო, რამ განაპირობა? კი, დეიდაშვილისგან გავიგე. აი, ბავშვობიდან, ხო რა, ანუ ბავშვობიდან დავიწყე თქო, ვერ ვიტყვი. დეიდაშვილისგან გავიგე, ბიზნესებს სწავლობდი და დეიდაშვილისგან გავიგე, რომ მოდის ტექნოლოგიები ისწავლებოდა ჩვენთან ბათუმში და იმდენად დავინტერესდი, რომ აკადემიური ავიღე და დავეუფლე ამ პროფესიას, იმიტომ რომ ძალიან მართლა ძალიან მაინტერესებდა ეს ხელით რაც იქნებოდა, დიზაინს რაც ეხებოდა და მაგიტომ გადავწყვიტე მიმართა მე კოლეჯში. რაღაცებში დამეხმარება. ერთ-ერთი უდიდესი ბიზნესია მოდის ინდუსტრია, კი ბატონო, ძალიან სასიამოვნოა ასეთი ახალგაზრდების სტუდიაში, იმიტომ რომ სამომავლოდ ძალიან ცნობილი შეფი და ცნობილი დიზაინერი ზის ახლა ჩვენთან ეთერში. წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა და რას ურჩევთ სხვა ახალგაზრდებს ეს გითხარით აუცილებლად, ვინც აი პროფესიას ახლა ფიქრობთ რომ ახალგაზრდებს ურჩევ რომ არ დანებდნენ გააგრძელონ იმის გაკეთება რაც უნდათ და რა თქმა უნდა ყველაფერი გამოუვათ. შოკოლადის სახლიც რა თქმა უნდა. მეც იგივეს ურჩევდი რომ არ დანებდნენ არასდროს და ყოველთვის იმ სფეროში აღმოაჩენ საკუთარი თავი, რა სფეროც მათთვის აი იქნება რაღაცა სამოტივაციო და ცხოვრებაში არასდროს არ დანებდებიან თავის პროფესიით და მუდმივად განაგრძობენ სვლას სხვადასხვა ეტაპს. და ამ კონკურსმა ხوار გააჩინა დაუშვათ ახალი სურვილი იმისა რომ მსგავს კონკურსებში კვლავ მიიღოთ მონაწილეობა, კი უფრო მოტივაცია უფრო გაგიზარდა. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, წარმატებები გისურვებთ კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ გამარჯვებას. პირველი, მეორე და მესამე საპრიზო ადგილის მქონე კონკურსაც ეძლევა შანსი წარსდგეს ვოლსკის რიგით 48-მერვე საერთაშორისო კონკურსზე, სადაც 85 ქვეყანა იქნება წარმოდგენილი და რომელიც 2026 წლის 22-26 სექტემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში გაიმართება და აი ესეც გითხარით აუცილებლად რომ აი როგორია ეს მოლოდინი და განცდა რომ აი ეს მონაწილეობას ასეთ სერიოზულ ამბავში. ნუ ძალიან გვინდა ორივეს რა თქმა უნდა. შანხაიში წავდა და იქ უკვე ფინალური ეტაპი ჩატარდება. ჩვენ რახან სამი სტუდენტია ამ სამი სტუდენტი არჩიეს თითოეულ პროფესიაზე, ამ სამი სტუდენტიდან ერთი წავა გადაირჩევა ჩვენთან მოდის ტექნოლოგიაში, 5 თვის განმავლობაში მოგვიწევს მენტორებთან ერთად მუშაობა და ერთი სტუდენტი აირჩევა, რომელიც უკვე შანხაიში წავა.
ისე რომ ძალიან დიდ შრომა მოგვიწევს მენტორებთან. გისურვებთ წარმატებებს დაუცილებლად. ჩვენთანაც იგივე არის, ზუსტად უნდა გადაირჩეს და შემდეგ უკვე შეფი გადაწყვეტს ვინ წავა და ვინ არა. ჩვენ წარმატებებს გისურვებთ. და ეს გაითვალისწინეთ ძალიან წარმატებული სტუდია ეს და ჯადოსნურია რაღაცნაირად ადამიანებს წარმატების ნაპერწკალს აძლევს და მოგეთ თქვენ შრომასთან ერთად ცოტა იღბალი ეს და შანხაიში მოვდები. იმედი მაქვს წარმატებებს გისურვებთ. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. თბილისის რადიოს სტუმრები იყვნენ ბათუმელი გამარჯვებულები გიორგი არაკელიანი, მიმართულება კონდიტერია და ანუკი მახარაძე, მიმართულება მოდის ტექნოლოგია და დიზაინი. ტელემაყურებელს ვემშვიდობებით რადიო მსმენელთან მალე დავბრუნდებით, დაგველოდეთ. მადლობა რადიოს ჩვენ კი შევახსენოთ მაყურებლებს, ვინც ახლა შემოგვიერთდა და თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ტალღა სტუდიაში მე დემე ზოიძე და ანა ჟოჟაძე ვმუშაობთ. ახლა კი საინტერესო თემით უნდა გავაგრძელოთ გადაცემა. კი ბატონო, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი ბიაფი ბათუმში შაბათს 13 დეკემბერს გაიხსნა და 17 დეკემბრამდე გასტანს. წელს ბიაფი მხოლოდ კინოკვირეულს წარმოადგენს და არა საკონკურსო პროგრამას. ბიაფის კინოკვირეულზე ნაჩვენები იქნება როგორც სრულმეტრაჟიანი, ისე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია, რამდენიმე სექციაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე კანი, ვენეცია, სანდენსი, ბერლინალე, ტორონტო, კარლოვი, ვალი, ლოკარნო და ასე შემდეგ წლის გამორჩეული ფილმები. ასევე გეტყვით რომ კინოფესტივალზე წელს ჟიური არ იქნება, ჟიურის ნაცვლად კინომოყვარულებს ექნებათ შესაძლებლობა შეაფასონ და გამოავლინონ გამარჯვებული. ბიაფის კინოკვირეულზე წარმოდგენილი იქნება 15 სრულმეტრაჟიანი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 20-ზე მეტი ქვეყნიდან. სულად პროგრამის შესახებ ვისაუბრებთ ფესტივალის მენეჯერთან ბატონ ზვიად ელიზიანთან ერთად, რომელიც უკვე დილის ტალღის პირდაპირ ეთერშია. დილო მშვიდობისა, მადლობა რომ ხართ დღევანდელი დილის ტალღის სტუმარი და მოკლედ აუცილებელია დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი თუ როგორ შეიცვალა ბიაფის წლევანდელი კონცეფცია და რამ განაპირობა ის. დიახ, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ საკმაოდ მწირი ბიუჯეტი ჰქონდა, ბიუჯეტის სიმცირემ განაპირობა ის რომ შეგვეჭია ესეთი ფორმატი, რომელიც საშუალებას მოგცემდა ჩაგვეტარებინა მინიმალური ხარჯებით. ანუ აქედან გამომდინარე ჩვენ გადაწყვეტეთ რომ ყოფილა მსგავსი პრეცედენტები დავშალ სხვა ფესტივალზეც, რომ არ ქონოდა საკონკურსო სექცია, შესაბამისად ჟიურის და სტუმრების მოწვევასაც არ ვაკეთებდა, მაგრამ სამაგიეროდ შევარჩიეთ მცირე, მაგრამ საკმაოდ საინტერესო პროგრამა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საკმაოდ ბევრი ასე ვთქვათ ცნობილი ფესტივალის გამარჯვებული ფილმები არის წარმოდგენილი პროგრამაში. და ეს პროგრამა დაყოფილი არის რამდენიმე სექციად, ანუ ერთი სექცია არის დიდოსტატთა კოლექცია, სადაც ცნობილი რეჟისორების საინტერესო ფილმები არის, ახალი ფილმები, ნაჩვენები. ასევე გვაქვს სექცია Best of Fest, ესე დავაქვით, რაც გულისხმობს, რომ სხვა ფესტივალის გამარჯვებული ფილმები არის შერჩეული. გვაქვს ასევე ფოკუსი უკრაინაზე, სადაც რამდენიმე ფილმია, დოკუმენტური ფილმი წარმოდგენილი, მათ შორის ერთ-ერთი არის უკრაინელი რეჟისორის ფილმი 2000 მეტრიან რივკამდე, ამერიკა შაშანა იყო ოქროს ფოდიში ოსკარი და მისი ახალი ფილმი არის მეორე ჩვენება იქნება ხვალ. ასევე გვაქვს ძალიან კარგი კოლექცია მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა, რომელიც ორ ნაწილად გვაქვს დაყოფილი. ერთი არის საერთაშორისო სელექცია და მეორე არის ქართული ფილმები, მოკლე ფილმები, რომელშიც 13-მდე ქართული ფილმია წარმოდგენილი, მათ შორის არის 5 ბათუმელი რეჟისორის ფილმი, ანუ პირველი ასე ვთქვათ ბლოკი ამ ქართული სექციის ეს იქნება ნაჩვენები დღის 2 საათზე და ხვალ იქნება მეორე ბლოკი ნაჩვენები ასევე დღის 2 საათზე. ზოგადად რა კრიტერიუმებით შეირჩა წლევანდელ პროგრამაში ის ფილმები, რაც არის წარმოდგენილი? კრიტერიუმს არ შეეხება, ხომ მთავარ კრიტერიუმი განსაზღვრელი არის თუ რამდენად კარგი და საინტერესო არის როგორც მხატვრული თვალსაზრისით ეს ფილმები. ანუ ჩვენ არ ვაკეთებთ მაგალითად აქცენტს, რომ თქვა რაღაც კონკრეტულ თემატიკაზე ან სფეროზე იყოს ორიენტირებული ეს სელექცია, რაც ასეთ ისეთ ჩარჩოებში გსვამს და ამიტომ ვცდილობთ რომ შევარჩიოთ, თავად ფილმი რამდენად არის თქვა რეჟისორული გადაწყვეტილება, ავტორის ხედვა და ასე შემდეგ და ასეთ ისე ამ წლების მანძილზე დაახლოებით გვაქვს წარმოდგენა თქვა რა ტიპის ფილმები შეიძლება იყოს საინტერესო თქვა თუნდაც ადგილობრივი კინომოყვარულებისთვის და ახლა აი ამ კუთხით ვცდილობთ რომ მოხდეს სელექცია. ზოგადად მოკლემეტრაჟიან ფილმებს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს წელს და ზოგადად როგორ ფიქრობთ, როგორია მოკლემეტრაჟიანი ფილმის როლი საავტორო კინოს განვითარებაში და არ ვიცი თვლით თუ არა რომ ბოლო დროს ზოგადად მოკლემეტრაჟიანი ფილმი კინო გახდა უფრო ვთქვათ თამამი, უფრო ექსპერიმენტალური ვიდრე სრულმეტრაჟიანი. დიახ, მოკლემეტრაჟიანი ფილმი რა თქმა უნდა ძალიან
მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს და მნიშვნელოვანი როლი უჭირავს იმ გაგებით, რომ აი თუ დავიწყებთ რა თქვა ყველა ის დამწყები რეჟისორი, ვინც იწყებს ამ სფეროში მოღვაწეობას, გასაგებია რომ თავიდანვე სრულმეტრაჟიანი ფილმის ნაკლებად შეძლებს და ამიტომ მოკლემეტრაჟიანი ფილმებით იწყება ეს მათი რეჟისორული კარიერა, თუმცა საწყის ეტაპზევე ჩვენ ხშირად გქონია დავუშვათ დებიუტანტი რეჟისორების, ახალგაზრდების მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რომელიც ძალიან საინტერესოა. ასევე არა მარტო დებიუტანტი, უკვე შემდგარი რეჟისორებიც მიმართავენ ხშირად აი ამ მოკლემეტრაჟიან ფორმატს, რაც საშუალებას იძლევა, რომ ძალიან მოკლე კონცენტრირებულ დროში გადმოსცეს სათქმელი, რაც ხშირად შეიძლება უფრო რთულიც იყოს, ვიდრე სრულმეტრაჟიან ფორმატში გადმოცემა, ამიტომ აქედან გამომდინარე ის ხერხები თქვათ და საშუალებები, რასაც ისინი ცდილობენ მხატვრულ საშუალებები შეარჩიონ, რომ თავიანთი სათქმელი აი ამ მცირე დროში მოიტანონ მაყურებლებთან, აძლევთ მათ საშუალებას რაღაც ექსპერიმენტის, ნოვაციის. ზოგადად რა ტენდენციები და რა ძირითადი ესთეტიური ხაზი იკვეთება ვთქვათ მოკლემეტრაჟიან ფილმებში წელს არის თუ არა რაღაცა ერთი ხაზი და ერთი ტენდენცია, რასაც ამ შემთხვევაში რეჟისორები მიყვებიან? არა, ესე ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ აი ყოველწლიურად ძალიან ბევრი ფილმი გამოდის, როგორც მოკლემეტრაჟიანი, ისე მხატვრული და ჩვენ როცა ვაკეთებდით სელექციას, ხო 25 ფილმია ჯამში რა, ქართული და ნაცნობი ოცხოური და აქედან და ეს ფილმები საკმაოდ ბევრი ქვეყნებიდანაა წარმოდგენილი, სხვადასხვა ტიპის ფესტივალებზე იყო და აქედან გამომდინარე საკმაოდ მრავალფეროვანია ეს ჟანრი, თქვათ იგივე თუნდაც ესთეტიკა, ხედვა და ასე შემდეგ და ეს მრავალფეროვნებიდან გამომდინარე ვერ ვიტყვით, რომ რაღაც ერთიან ესთეტიკაზე შევძლებთ საუბარს. მოკლედ ჟიურის გარეშე ვართ წელს და აუდიტორიას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რას ცვლის ეს და იცვლება თუ არა აუდიტორიის როლი ამ შემთხვევაში? დიახ. ანუ რახან ჩვენ არ გვაქვს საკონკურსო სექცია, აი ეს დავარქვით ამას აუდიტორიის პრიზი, ეს ბევრ ფესტივალზე არის პრინციპში აუდიტორიის პრიზი, არის თქვა ჩვეულებრივი ჟიური, რომელიც აფასებს ფილმებს, პროფესიონალური ჟიური და არის დამატებითი აუდიტორიის პრიზიც და ჩვენ პირველად შემოვიღეთ პრინციპში, შეიძლება შემდგომშიც გავაგზავნოთ იმის მიუხედავად იქნება თუ არა კონკურსი. და აი როცა ფილმი ჩვენება ხდება, ანუ პრაქტიკულად ესე არის, ესე ხდება ამის ორგანიზება. ფილმი ჩვენება, როდესაც ხდება, რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ვინც ნახულობს ფილმს, კონკრეტულ ფილმს და გამოდიან, მათ ეძლევათ შეფასების ფურცლები, პატარა ფურცლებია და აფასებენ, თქვა მოეწონათ, არ მოეწონათ საშუალო ანუ ნეიტრალური შეფასება და შემდეგ უკვე როცა სრულდება ფესტივალი, ანუ ბოლო დღე, ასე ვთქვათ, როცა ჩაივლის ყველა სეანსები, ხდება დაჯამება, აი ამ მიცემული ხმების, ასე ვთქვათ, და გამოვლინდება, ნუ ორი მიმართულებით გვექნება სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ყველაზე ასე ვთქვათ მეტი ხმა დააგროვა და აუდიტორიის სიმპათია იყო ასე პირობითად და მოკლემეტრაჟიანი მიმართულებითაც გვექნება საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ბატონო ზედ როგორც მიხდი, მოკლედ სრულ თავისუფლებაში არიან მაყურებლები, ანუ მივლენ, ნახავენ ფილმს, ისიამოვნებენ და შემდეგ უკვე გააკეთებენ არჩევანს. ხო, ვფიქრობ, რომ საინტერესო მომენტია, რომ რაღაც ამ პროცესშიც ჩართული არიან თვითონ და მათი ხმაც რაღაც მათთვის საინტერესო ზოგადად მაინც სულ სხვა როცა პროფესიონალი ჟიური გაფასებს და სულ სხვა როცა აუდიტორია გაფასებს. ამ შემთხვევაში შეუძლია თუ არა აუდიტორიის ხმა იქცეს ალტერნატივად პროფესიული ჟიურის. როგორ აიცით, ახლა როგორც ახლა თქვი, ბევრ ფესტივალზე არის, თუნდაც ცნობილ ფესტივალებზეც ესეთი პრიზი და ამის მიზანი რა არის, რომ ახლა გასაგებია, რომ ხოლმე პროფესიონალური ჟიური, ანუ რეჟისორები, მსახიობები და პროდიუსერები აფასებენ, სხვა კუთხით ხდება შეფასება, მაგრამ საბოლოო ჯამში ახლა ფილმს მაინც ხო კინოთეატრში როცა გადის ხო მაყურებელი ნახულობს, არა? და მაყურებლისთვის იქმნება პრინციპში ეს ფილმი და აქედან გამომდინარე, ყოველთვის საინტერესოა გარდა ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებისა, რეჟისორებისა და ვთქვათ ექსპერტებისა, უშუალოდ აუდიტორია, ვისთვისაც იქმნება ეს ფილმები, ისინი როგორ აღიქვამენ. ნუ არის რა თქმა უნდა ზოგჯერ მომენტი, რომ რაღაც კუთხით ემთხვევა, რაღაც პრიზები აუდიტორიის და მინახია სხვა ფესტივალების და ჟიურის, ნუ ხშირ შემთხვევაში შეიძლება განსხვავებული იყოს და ესეც საინტერესოა, ანუ გვიჩვენებს თქვა როგორ აღიქმება ეს პროფესიონალების მიერ და როგორ აღიქმება თქვა კინომოყვარულების. კი, უკვე 13-ში გაიხსნა ხო კინოკვირეული, ასე რომ გარკვეულწილად რაღაცა შედეგებზე უკვე შეგვიძლიათ ამამად ვისაუბროთ, როგორია უკავშირი და როგორ მიიღო ესე ვთქვათ ეს ექსპერიმენტი მაყურებელმა. კი, პრინციპში ახლა ჩვენ ყველა სეანსის დროს უხსნით, ახლა ზოგი რამდენიმე სეანსი იწყება და შემდეგ სეანსზე უკვე იცის ეს სიტუაცია და რა პრინციპში ყველა ვინც გამოდის, ყველა აფასებს რაღაც მათთვისაც საინტერესოა, როგორც ვატყობთ
და ნახოთ რა, აი როცა დასრულდება რაღაც თქვენ და ასევე საინტერესოა თქვენი მოსაზრება წელს და ზოგადად რო შეაჯამოთ, აი რა გამოწვევის წინაშე დგას დღეს საავტორო კინო, განსაკუთრებით ციფრული პლატფორმებისა და სტრიმინგის ეპოქაში. კი, ეგ სტრიმინგი, ვთქვათ, Netflix-ი და ეგეთი პლატფორმები, ნუ თქვენ დაწყებული არის ამაზე პრინციპში რამდენიმე წელია მიმდინარეობს დისკუსია, რომ მნიშვნელოვანი გარკვეულ ქვეყნებში, მახსოვს ევროპაშიც, ამ Netflix-ის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი იყო გამოსვლები და ეგ ხო გასაგებია, რომ ახლა ეს პლატფორმები კომერციული პლატფორმებია და როგორც ნებისმიერი კომერციული, ვთქვათ, კომპანია პირობითად, ვთქვათ, მოგებაზე არის ორიენტირებული, რაც რა თქმა უნდა, ზრდის იმის რისკს აფრთხეებს და ეგეც არის, ვთქვათ, ამ შეშფოთების საფუძველი, რომ ვთქვათ, აი ამ კომერციული მოგების პრიორიტეტიდან გამომდინარე, ვთქვათ, მათი აქცენტი გაკეთდება უფრო სანახაობრივ, ვთქვათ, ბლოკბასტერებზე და კომერციულ კინოზე და აქ წავა, ვთქვათ, მათი აქ წავა ძირითადი დაფინანსება, ამ თქვა ძირითადად ასეთი ფილმების პრომოუშენი მოხდება, რაც რა თქმა უნდა არ არის საფუძველს მოკლებული და გასაგებიცაა. და ამიტომ ხო ის ავტორო კინო და ავტორო რეჟისორები, ვინც თქვა ქმნიან მართლაც რეალურად საინტერესო და მაღალმხატვრულ მიღებულების ფილმებს, ესენი გრძნობენ რა თქმა უნდა ამ საფრთხეს. ამ შემთხვევაში ალბათ ერთ-ერთი ალტერნატივა არის, ხო ევროპაში მithumetes არის ეს მდგომა, რომ თქვა სახელმწიფოც არის ჩართული აი ამ ტიპის ფილმების დაფინანსებაში, ან სახელმწიფო სუბსიდირებაც ხდება, შემდეგ პროდუქციით ეძებენ თქვა დამატებით ფინანსებს და ალბათ რაღაც ამ კუთხით შეიძლება დაბალანსდეს. წინამორბედ შემთხვევაში ხო ბაზარი ვითარდება და ხო ბაზრის მოთხოვნები ხო გვინდა თუ არ გვინდა სამწუხაროდ განაპირობებს, ხო? იმ რეალობას, რასაც ბიზნესი თავაზობს, აი ინდუსტრიაც ფაქტიურად ბიზნესია ხდება. კი ბატონო, მოკლედ 17-მდე გრძელდება ეს ყველაფერი და მოდი შევახსენოთ მაყურებელს, როგორ შეუძლია დასწრება რომელ დარბაზებში და ასე შემდეგ. ანუ ეს ტარდება კავია გრანდ მოლში, ხო კინოთეატრში და ბილეთების ყიდვა იყიდება TKG-ზე, სადაც მარტივად შეუძლიათ შეარჩიონ ფილმები, ეს ძალიან კარგი ფილმები არის დარჩენილი თუნდაც ამავე დღის განმავლობაში. და მათთვის საინტერესო სეანსებზე მშველებად ყიდულობ ბილეთს, მოდიხარ და ნახულობ კარგ ფილმს. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. მოკლედ საუბრობდით ბიაფის კინოკვირეულზე, რომელიც 13 დეკემბერს გაიხსნა და 17 დეკემბრამდე გასტანს. ჩვენთან ერთად იყო ფესტივალის მენეჯერი ზვიად ელისიანი. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ ახლა გადაცემა და ბუნებრივია თბილისის დროით ზუსტად 10 საათი სრულდება და ანა უნდა გავიგოთ თუ რა ხდება საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ პირდაპირ ეთერში. ჩვენი კოლეგა სულხან წულუკიძე შემოგვიერთდება. სულხან, დილომშვიდობისა. დილომშვიდობისა სულხან. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, კოლეგებო, მივესალმები ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთდა 10 საათია და ახალი ამბების დროა. გისმენთ. ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები გუშინ უწყვეტად მიმდინარეობდა. მერიის ინფორმაციით ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა გაწმენდილია. შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები კი დასკვნით ეტაპზეა. სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკა. გზებზე გადაადგილება შესაძლებელია ზამთრის სეზონისთვის შესაბამისი საბურავებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ რიყეთის 50-მდე აბონენტს. დენის მიწოდების აღსადგენად და ენერგოპრო ჯორჯიას წარმომადგენლები მუშაობენ. აქტიურად მიმდინარეობდა თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც დასკვნით ფაზაშია და უახლოს პერიოდში დასრულდება. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, განხორციელებული აღდგენის სამუშაოების შედეგად სრულად მიეწოდება ყველა აბონენტს, გარდა რიყეთის თემის 50-მდე აბონენტსა, სადაც ენერგოკომპანიის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ, რათა დროულად და ეფექტურად აღდგენილი იქნას ელექტროენერგიის მიწოდება. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ახალი თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება, რადგან გუშინ ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. კენჭისყრაში 2700-ზე მეტმა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურში გადასულმა ირაკლი ყანდაშვილმა 1283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა 1109. გამარჯვებისთვის კი ერთი კანდიდატისთვის 1376 ხმა იყო საჭირო. კანონმდებლობის შესაბამისად მეორე ტური ორ კვირამდე ვადაში უნდა გაიმართოს. 2025 წლის არჩევნებში ასოციაციის თავმჯდომარეობის სურველი 6 კანდიდატი იყო: ნიკოლოზ კვანტრიშვილი, გიორგი მარიამიძე, მუხრან ღურწკაია, ირაკლი ყანდაშვილი, ირაკლი ჩომოხაშვილი და მანუჩა ჭუმბურიძე.
საქართველოს მკაცრად გმობს სიდნეიში ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის სამიზნეც ებრაული თემის წევრები იყვნენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ანტისემიტიზმის აქტები ძირს უთხრის საერთო ღირებულებებს. ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებთ დაზარალებულებს და დაშავებულებს და სოლიდარობას უცხადებთ ავსტრალიის ხალხსა და მთავრობას, აღნიშნავს პრემიერი. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში ბონდის სანაპიროზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. როგორც აღნიშნეთ, ავსტრალიაში ბონდის სანაპიროზე სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის არის ბავშვიც, მსხვერპლთა ასაკი 10-დან 87 წლამდე მერყეობს. 42 დაშავებული საავადმყოფოში რჩება. სამართალდამცველების ცნობით იდენტიფიცირებულები არიან დამნაშავეები, ისინი მამა-შვილი არიან. 50 წლის მამა სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე სროლის შედეგად მოკლეს. 24 წლის შვილი კი დაჭრილია და საავადმყოფოში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ავსტრალიის მთავრობამ მომხდარს დაგეგმილ შალვა დაფასებს, რომლის სამიზნეც ებრაული თემი იყო. ევროპის პროკურატურამ საბერძნეთში ბრალი წაუყენა 16 პირს, რომლებიც ევროკავშირის აგრარული სუბსიდიების თაღლითურად მიღებაში არიან ეჭვმიტანილები. ბერძნული მედიის ცნობით, ბრალდებულებს მიეცათ დრო მოსამართლის წინაშე ჩვენებების მისაცემად. ეჭვმიტანილები უკვე გამოცხადდნენ ათენში ევროპის პროკურატურაში, სადაც მათ სისხლის სამართლის ბრალდებები წაუყენეს. მათ შორისაა დანაშაულებრივი ორგანიზაციების შექმნა და ხელმძღვანელობა, დამამძიმებელ გარემოებებში სუბსიდიების თაღლითური გზით მიღება და ასევე ფულის გათეთრება. უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის ბერლინში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფიც ესწრებოდნენ, მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ამის შესახებ უიტკოფმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა. მისი ინფორმაციით, შეხვედრა 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს 20 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, ეკონომიკური დღის წესრიგი და სხვა საკითხები. მათ დიდ პროგრესს მიაღწიეს, აღნიშნა უიტკოფმა. მისივე ინფორმაციით მხარეები დღეს კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას ნუ გაანადგურებენ ბუნებრივ სიმდიდრეს და გამოიყენონ ხელოვნური ნაძვის ხეები. დანაშაული პირველ ჯერზე 2000 ლარით განისაზღვრება, ხოლო განმეორების შემთხვევაში იდგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. უკანონო რეალიზაციის წესის დარღვევაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ სანქციებს ემატება გარემოზე მიყენებული ზიანიც. თუ ზიანის ოდენობა აღემატება 3000 ლარს, სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე. აქედან გამომდინარე, მოუწოდებთ მოსახლეობას სადღესასწაულო დღეებისთვის ნუ გაანადგურებენ ბუნებრივ სიმდიდრეს, ყოველ გამოვლენის სამართალ დარღვევაზე გატარდება კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი სანქციები. 2025 წლის 11 თვის მონაცემებით საქართველოს დაცულმა ტერიტორიებმა რეკორდულ 1,212,653 ვიზიტორს უმასპინძლა. სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტორთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 12%-ით არის გაზრდილი. ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფრიას, მტირალას ეროვნულ პარკსა და წალკის კანიონს. დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს მუშაობას დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებისთვის მრავალფეროვანი შტაბ-ჩნდებების შექმნის მიმართულებით. სხვადასხვა ტერიტორიაზე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. დაცულ ტერიტორიებზე ტურისტების რაოდენობა მიაღწია 1,200,000, ეს არის სარეკონდო მაშვენებელი. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სააგენტოს ამოცანა არის ეკოტურიზმის განვითარება. ამ კუთხით ჩვენ ვაწყობთ შესაბამის ინფრასტრუქტურას. მაგალითად, წელს თბილისის ეროვნულ პარკში საბადურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო საპიკნიკე სივრცეები, ვიზიტორთა ცენტრები, შესაბამისი საპარკინგე სივრცეები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქაც შევძლებთ ტურისტების ნაკადების მიღებას და მათ კომფორტულად, ასე ვთქვათ, დავხვდებით.
კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით კავკასიის უნივერსიტეტში რიგით მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება გაიმართა. შეხვედრა ტელეკომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სფეროს უახლესი ტენდენციების განხილვასა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა. კონფერენციაზე საქართველოს ციფრული მდგრადობა და ინოვაციების განვითარების პერსპექტივები იყო განხილული. დღევანდელ კონფერენციაზე ჩვენ ვისაუბრებ კომკომის იმ პრიორიტეტულ ამოცანებზე, რომლებიც უკავშირდება დარგის, სატელეკომუნიკაციო დარგის მდგრად და ინოვაციურ განვითარებას და ზოგადად როგორც გამოცდილება აჩვენებს, უსაფრთხოება, ინოვაციები და კონკურენტული გარემო უნდა ვითარდებოდეს პარალელურად იმისთვის, რომ ჩვენ ლიდერის პოზიცია შევინარჩუნოთ და ჩამოვყალიბდეთ სამომავლოდ რეგიონში და ზოგადად საერთაშორისო ძლიერ მოთამაშეთ ციფრულ ეკოსისტემაში. ეს არის საქართველოში პირველი სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია ტელეკომუნიკაციების და უსაფრთხოების მიმართულებით. წელს უკვე ეს კონფერენცია ტარდება უკვე მეხუთედ. მისი ორგანიზატორები არიან სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია და ინტერნეტის განვითარების ინიციატივა და მხარდამჭერები არიან მარგულებელი კომისია კომკომი, ასევე რაიპენსისი, აიქანი, ასევე ნაწილობრივ მხარდაჭერი არის და ეს არის საუკეთესო პლატფორმა არის, სადაც იკრიბებიან მეცნიერები, დარგის მეცნიერები და მეცნიერულ დონეზე განიხილება ის პრობლემური საკითხები, რომელიც არსებობს ტელეკომუნიკაციებში, კიბერუსაფრთხოებაში და რა გამოწვევები შეიძლება იყოს უკვე მომავალში. აი ამაზე არის საუბარი. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, მთავარს უკვე 12 საათიდან ქეთი ჭყონია გავზღება, მე კი ხვალამდე გემშვიდობებით. დავბრუნდით ეთერში და შევახსენოთ მაყურებლებს, ვინც ახლა შემოგვიერთდა, თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ტალღა, სტუდიაში მე დემი ზოიძე და ანა ჟორჟაძე ვმუშაობთ. ეხლა უნდა ვნახოთ ანა გადაცემის დასკვნითი ნაწილის ანონსი და მალე დავბრუნდებით, არ გადაარდოთ. ანონსი ჩვენს ეთერში. ტრადიციულად ყოველ ორშაბათს დაელოდეთ ასტროლოგ ხატია ძნელაძეს და გაიგეთ, რას გიმზადებენ ვარსკვლავები მთელი კვირის მანძილზე. მიიღეთ რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. დღეს ორშაბათია და ტრადიციულად უნდა გავიგოთ კვირის ასტროლოგიური პროგნოზი, თუ რას გმზადებენ ვარსკვლავები მთელი კვირის განმავლობაში. მით უმეტეს ახალი წელი მოდის და ყველას გაორმაგებულად გვაინტერესებს, თუ როგორ დავასრულებთ წელს კი და რას გვიმზადებს მოკლედ ვარსკვლავები და ხატია ძნელაძე ჩაგვერთვება ახლა და გვეტყვის კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს. მოგესალმებით. მიხარია თქვენთან ყოფნა თქვენი ხილვა და ძალიან სასიამოვნო ყოველთვის თქვენთან თანამშრომლობა. მოგესალმები ასევე ჩვენს მაყურებელს და დავიწყებ ტრადიციულად ვერძებით. ვერძებო, თქვენთვის ეს კვირა და ზოგადად რადგანაც არის ზოგადად წლის მიწურული, ყველა ნიშნისთვის და არა მარტო ვერძებისთვის იქნება მეტად საინტერესო და აი ამომწურავი წელი იმ თვალსაზრისით, რომ საინტერესო ახალი შემოთავაზებებისთვის იწყებს სამყარო მზადებას და ჩვენი გონებაც ვიზუალიზდება იმისთვის, რომ რაღაცა ახალი დეტალები განვახორციელოთ ჩვენ ცხოვრებაში და ახალი რაღაცების დაგეგმარება დავიწყოთ. ამიტომაც ეს კვირა ყველა ზოდიაქოს ნიშნებს არა მარტო ვერძებისთვის იქნება დაგეგმარების, აი ასიახლეში შესვლის და თითქოს ახალი ემოციების განმაპირობებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერძებისთვისაც ცოტა რთული კვირის დასაწყისი იქნება, მაგრამ საინტერესო შემოთავაზებებით, რაღაცა ახალი იდეების გენერირების და სიტუაციურად საკუთარი თავის სწორად მართვის ეტაპი იქნება ვერძებისთვისაც. კარგი იქნება თუ ამ კვირაში მიაქცევთ ყურადღებას იმას, რომ ურთიერთობაზე იყოთ ორიენტირებული და თქვენი ემოციები, თქვენში შენახული ემოციები სწორად განსაზღვროთ და ეცადეთ, რომ კვირის ბოლომდე საინტერესო შემოთავაზებებში ამყოფოთ თქვენი თავი, რადგან თითქოს ის სირთულეები, რომელიც უკვე გამოიარეთ, დასრულდა და კვირის ბოლომდე მეტად უფრო სასიამოვნო შეგრძნებებში იქნებით. ეცადეთ, რომ ბრაზი, ნეგატიური ასპექტები თქვენში რაღაცა სწორი ემოციებით განსაზღვროთ და სწორად მიიტანოთ ადრესატამდე, რადგან შესაძლოა, რომ თქვენთვის ცოტა ისე რთულად დასრულდეს ამ ყველაფრის გამოხატვა, ამიტომაც ეცადეთ, რომ მეტად უფრო სამართლიანი იყოთ გამომხატველობებში.
პროცესებში. ყუროებო, თქვენთვის ეს კვირა იქნება საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ ემოციურად სტაბილურობის პროცესები თქვენ არ გიყვით, მაგრამ აი რაღაცა ახალ ემოციებში შეგიყვან სამყარო. თითქოს ის პროცესები, რომელსაც დიდი ხანია ელოდით, რომ დასრულებულიყო, დასრულდება და ნამდვილად ახალი წლის დასაწყისიც იქნება საინტერესო შეგრძნებებით ახსოვს, მაგრამ ამ კვირის ბოლომდე სამყარო თქვენგან მოითხოვს მეტ ადაპტაციას იმ სიტუაციებთან, რასაც ვერ ეგუებით, მეტ გარემოებას მეტ შემგუებლობას იმ საკითხებში, რასაც თითქოს დიდი ხანია ვერ ახორციელებდით და ეცადეთ, რომ კვირის ბოლომდე განახორციელოთ ყველა საქმე, რომელიც რაღაცნაირად ვერ მიიყვანეთ ბოლომდე და თქვენი რესურსი იმ საქმეში ჩადოთ, რომელშიც ზუსტად იცით, რომ გამოვა და არა რაღაცა სხვადასხვა საკითხებში, სადაც რაღაც საკითხებს დიდი ხანი ჭირდება, რომ გამოვიდეს. აი, რომელიც უფრო მალე გამოვა იმ საკითხებში და იმ რესურსებში, უფრო მეტად იმოქმედეთ, რადგან ეს იქნება ორიენტირი ახალი იდეებისკენ და ეს იქნება იმ საკითხების გენერატორი, რომელსაც თქვენი ოცნებების დასრულება შეეძლება. მტყუპებო, თქვენთვის ეს კვირა იქნება ორაზროვანი იმ თვალსაზრისით, რომ დასაწყისი იქნება მეტად უფრო საინტერესო და კვირის ბოლო უფრო სენსიტიურ შეგრძნებებს მოგიტანს, თუმცა სენსიტიური შეგრძნებებითაც რაღაც ახალს ისწავლით, შეიმეცნებთ, მდგომარეობრივად თქვენ თავს დაასტაბილურებთ, მაგრამ ეცადეთ, რომ არ იყოთ გაურებული, რადგან ეს გაურებულობა არ მოიტანს იმ შედეგს, რომელიც გინდათ რომ მოვიდეს. ეცადეთ, რომ ურთიერთობებში დაამყაროთ რაღაცა ბალანსი, სადაც თქვენ თვითონ იქნებით ყველაფრის საინტერესო შეგრძნებების მომასწავლებელი. არ იყოთ манипуляტორი და ეს სიტუაციები თქვენ სასიკეთოდ კი არა, ზოგადად სხვა ადამიანსაც მოარგეთ და ეცადეთ, რომ მხოლოდ თქვენი გადმოსახედიდან არ გადახედოთ მოცემულობას და სიტუაციებს. კირჩხიბება. თქვენთვის არ იქნება ეს კვირა მარტივი, რადგან ის შეგრძნებები, რომელსაც გადიოდით ადაპტირებულად ამ რაღაცა კვირამდე, თითქოს არ არის დასრულებული და ეცადეთ, რომ ეს კვირა დაასრულოთ იმ საკითხებით, იმ შეგრძნებებით, იმ ემოციებით, რომელიც კარგა ხანია მივიწყებული გაქვთ. თუმცა სენსიტიურობა მაინც შემოგიტევთ, რადგან ემოციები, რომელსაც კარგა ხანია აკონტროლებდით, თითქოს ვეღარ შეძლებთ, რომ აკონტროლოთ. ეცადეთ, რომ ოჯახის წევრებთან მოაგვარებთ სიტუაციები, ეცადეთ, რომ ცდილობდათ სიტუაციურად იყოთ რაღაცნაირად უფრო მეტად გამგებიანი და თქვენი ემოციურობა გონებით განსაზღვრეთ. აი, გონებით გადაწყვეტეთ ნებისმიერი საქმე, იმიტომ რომ გონებით გადაჭრილი საქმე კვირის ბოლომდე დაგეხმარებათ, რომ ის საკითხები მოაგვაროთ, რომელსაც დიდი ხანია ვერ აგვარებდით, რაც წლის დასაწყისში დაგეხმარებათ იმაში, რომ ახალი რაღაც იდეები, ახალი მდგომარეობები მივიცითოთ და საკითხები თითქოს თქვენივე უკეთესობისკენ შეცვალოთ. გლომება, ემოციურად ეს კვირა იქნება ცოტა რთული სხვა ნიშნებთან შედარებით თქვენთვის. ეს სირთულე არ წარმოადგენს იმას, რომ მხოლოდ რაღაცნაირად კვირის დასაწყისი და ბოლო იქნება და რაღაცნაირად. არა, ეს აი დიდი ხანია მოხდებთ ეს სირთულე, რომელიც შინაგანაც იმდიმასავით გაწევთ და რაღაცნაირად კვირის ბოლოს იგრძნობთ შვებას, მაგრამ ეს შვება არ იქნება მხოლოდ ის, რომ ტრანსფორმაციული იქნება. მოითხოვს სამყარო თქვენგან მეტ სამართლიანობას, თითქოს მეტი სამართლიანი შეგრძნებები, მეტი ემოციური თანასწორობა და გაგება სხვა ადამიანებს, ნაკლები ცინიკური გამოხტავები, ნაკლები ეს რაღაცნაირად სხვა ადამიანების მიმართ უსამართლო გამოხტავები, რადგანაც ემოციურად იმდენად დაუსტაბილურებლად იგრძნობ თავს ამ ყველაფრის გამო, რომ სამყარო აუცილებლად მოგწონს, რომ ეს ყველაფერი შეცვალოთ. ამიტომაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება, რომ მეტად შეიმეცნოთ, რაღაც ახალი წიგნის კითხვა დაიწყოთ, ახალი შეგრძნებები მიიღოთ სამყაროსგან იმ საკითხებში, რომელიც დიდი ხანია გინდოდათ, რომ რაღაცნაირად დაგესრულებინათ, რადგან წლის ბოლოს მოითხოვს სამყარო ჩვენგან, რომ დავასრულოთ ის დასასრულებელი საქმეები და ბოლომდე მიუყვანელი საქმე, რომელიც კარგა ხანია დავიწყეთ და რაღაცას ვერ დავასრულოთ, ამიტომაც ეს საინტერესო ასპექტი თქვენთვის მოიდგეთ. რაღაცა მოლაპარაკებები იქნება სამსახურეობრივად, შეიძლება ქალაქ-გარეთ გასვლა მოგიწიოთ, შეიძლება რომ ისევ თქვენივე ოჯახის წევრებთან ერთად მოგიწიოთ სადღაც ახლო რაღაც პიკნიკზე გასვლა, მაგრამ ეცადეთ, რომ ეს სიტუაციებიც რაღაცნაირად თქვენ აკონტროლოთ და თქვენ დაგეგმოთ, რადგან ორგანიზატორული რაღაც მდგომარეობები დაგეხმარებათ იმაში, რომ საინტერესო ემოციები მიიზიდოთ სამყაროსგან. ქალწულებო, თქვენთვის მეტად უფრო პრაგმატული კვირა იქნება ვიდრე კრიტიკული, რადგან თქვენი კრიტიკული კვირა დასრულდა. კრიტიკულში გულისხმობ იმას, რომ ზედმეტად მეც მოითხოვდით საკუთარი თავისგან და თითქოს ამ კვირაში უფრო მეტად შვებით ამოვისურვებთ ვიდრე წინა კვირაში, მაგრამ საინტერესო იქნება ის, რომ სამსახურეობრივადაც ემოციურადაც
დასტაბილურების მიუხედავად მაინც ქაოსში იქნებით, რადგან ვერასდროს ვერ ხართ ბოლომდე მოყოლილი მდგომარეობით და მომწევებით, რასაც ახორციელებთ. ამიტომაც ეცადეთ, რომ მადლიერება გამოხატოთ თითოეული დეტალით, რასაც მიიღებთ, მადლიერი ემოციური მდგომარეობით მიაღწევთ იმას, რასაც თითოეულ დიდი ხანია ეძებთ სულიერ სიმშვიდეს. ურთიერთობაში ეცადეთ, რომ თქვენი იყოთ ინიციატორი იმ საქმეებიდან გამომდინარე, რომ მეტი პასუხისმგებლობა აიღოთ, ანუ მეტად უფრო დაილაპარაკოთ იმ საკითხებზე, რომელიც გაწუხებთ, რადგან ეს მოაგვარებს იმ პრობლემას, რომელიც დიდი ხანია გაქვს და შესაბამის რეაქციებში მოიყვანს მდგომარეობის სასწორება. თითქოს აი გაორება, რომელიც აი კვირის ბოლომდე გექნებათ, არ მოგიტან საინტერესო ემოციებს, ამიტომაც ეცადეთ, რომ აი შეკრათ, დაასტაბილუროთ, მოცემულობაში თქვენი თავი სწორად წარმართოთ და განსაზღვროთ ის მომენტები, რომ ყოველი წამით დათქვეთ იყოთ მეტად უფრო მადლიერები, საინტერესო ემოციები თქვენს მოყოლები დამუხტოთ, რადგანაც თითქოს სიმძიმე დაგაქვთ და ეს სიმძიმე არ იქნება საინტერესო გარშემო მყოფებისთვის დამამძიმებელი იქნება და პირველ რიგში თქვენთვისაც. რაღაცა კონფლიქტური ფონები შეიქმნება კვირის შუაში, მაგრამ არ მიაგვცეთ ამას ყურადღება, მეტად ორიენტირდით თქვენ საქმეზე, ფინანსური ნაკადი შემოვა კვირის ბოლოსკენ და რაღაცა ბონუსად სამყაროსგან პრიზებსაც მიიღებთ, საჩუქრები არ დააყოვნებს თქვენთვის, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ცოტა აი პოზიციაში ნოიქნებით, რომ ვერ ხედავთ და ვერ ემადლიერებით ამ ყველაფერს, ამიტომაც მადლიერება უმნიშვნელოვანესი მკურნალია ყველა საქმეში, იმ დეტალების ორიენტირებისა და ბედნიერების მოწევაში და მიღებაში, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით გარე სამყაროსგან, მაგრამ რეალურად ყველაფერი ჩვენშია და ეს ემოციები ჩვენგან უნდა წარმოიშვას. ამიტომაც ეცადეთ, რომ მადლიერებით დაიწყოთ კვირა და საინტერესო დეტალებში გადაზარდოთ ეს მოვლენები და მომენტები. მორიელება. თქვენთვის ტრანსფორმაციული კვირა დასრულდა, არ იქნება მარტივი ეს კვირაც, მაგრამ შესაბამისად თქვენ მაინც მოქმედებთ ისე, რომ სწორი კომუნიკაციები განსაზღვროთ თქვენ თავთან, სამყაროსთან, გარე მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა ნუ დაგავიწყებათ საკუთარი თავი, საკუთარი თავთან ემოციური წონასწორობა მოგიტანთ იმ ბალანსს, რომელიც დიდი ხანია გინდოდათ, რომ მოსულიყო თქვენი მწყის ამბავში და მდგომარეობრივად და ემოციურად სიტუაციურად აკონტროლეთ ბრაზი. შინაგანი ტრანსფორმაციიდან აი ახალ გამოხუცებულს თითქოს აი გინდათ, რომ ეს აი გამოვიდეს ემოციების სწორად რაღაცა გამოვიდეს თქვენგან, მაგრამ ამ გამოსვლასაც ემოციებზე თქვენი შინაგანი მდგომარეობის გამოსვლას აქვს რაღაცა ფორმა. შესაბამისად ეს მოიქნება აგრესიით და ეცადეთ, რომ ყველაზე მეტად თქვენ გაითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ ბრაზი გაკონტროლებით და ემოციურ რაღაცა სწორი მიმართულებით კვირის ბოლომდე ძალიან საინტერესოდ დაგიბრუნებათ. შესაძლოა რომ ახალი შემოთავაზებები მიიღოთ სამსახურებრივად, რაღაც კონკრეტულ სხვადასხვა საქმეებთან დაკავშირებით რაღაც შემოთავაზებები გქონდეთ, არც ერთ შემოთავაზებაზე არ თქვა თუ არის, რადგან ყველა შემოთავაზება იქნება წარმატებით დასრულებული და განხორციელებული, ამიტომაც სიტუაციები აკონტროლოთ ისევ თქვენ საციკეთოდ მშვიდოსნებამ. ეს კვირა თქვენთვის სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით იქნება ძალიან საინტერესო, რადგან თავგადასავლების მოყვარული მშვიდოსანი, რომელიც თქოს სიახლეში შედის, ეს სიახლე კვირის დასაწყისიდანვე შეიმჩნევა თქვენ ცხოვრებაში. ამიტომაც ეს მდგომარეობები რაღაცნაირად რადიკალურ ცვლილებებს მოითხოვს თქვენგან, მაგრამ იმდანაც ბუნებრივად გამოგივათ, რომ ეს ყველაფერი რაღაცა სიახლეში გადაიტანოთ და თქვენ საციკეთოდ მომართოთ, რომ რაღაცა ძალიან პოზიტიურ ასპექტებში მოგიწევთ აი ყოფნა და ეს სიტუაცია რაღაცნაირად კარგ შემოთავაზებებს მოგიტანს. შესაძლოა რომ იგრძნოთ ცოტა ენერგეტიკული გადაღლა რაღაცა კვირის ბოლოსკენ, მაგრამ იმდენად დახუნძული და საინტერესო კვირა გექნებათ, რომ ეს ყველაფერი რამოსატანია მაგასთან. ამიტომ თქვენივე ემოციები და სწორად, აი სწორ ადამიანებში გამოიყენეთ. თქვენი ემოციები სწორ ადამიანებს აჩუქეთ, რადგან თითქოს არასწორ ადამიანებზე ხარჯავდით აქამდე რაღაც დროს, ენერგიას, რეჟიმს, ამიტომ მოშორდით იმ რაღაც ტოქსიკურ სიტუაციებს და ეცადეთ, რომ მხოლოდ იმ ადამიანებთან კომუნიკაციოთ კვირის ბოლომდე, რომელიც თქვენთვის საციკეთოდ რაღაცა კარგი ენერგიები და აურის მონასწავლებელი იქნება. თხის რქება დასრულდა თქვენი ამდენხნიანი აი შრომის, ჯაფის, რაღაცა ზედმეტად საქმეზე ჩაკეტების რაღაცა მდგომარეობები და ახლა ამ კონკრეტულ მომენტში უბრალოდ აი მოდუნების როა. ეს კვირა არამედ მარტო მუშაობს, არამედ აი მოდუნებულობის, რაღაცა ბალანსის, სიმშვიდის მეტად უფრო ორიენტირებული იქნებით საკუთარ თავზე და ეს ძალიან დიდი ხანია გჭირდებოდა. ამიტომ ეს კვირა არ დააყოვნებს თქვენთვის ამ ბონუსებს, მაგრამ ეს ბონუსების რაც სამყაროსგან არის, ამის სწორად გამოყენებაც უნდა ვიცოდეთ. როგორც ნებისმიერმა ნიშანმა, თქვენ ეს ძალიან გიჭირთ იქიდან გამომდინარე, რომ მეტად მომთხოვნი ხართ საკუთარ თავთან, ამიტომაც ამ ასპექტს თუ გაითვალისწინებთ,
ძალიან კარგი ენერგიები შემოვა თქვენ ცხოვრებაში და კვირის ბოლოს იგრძნობთ იმ მოზღვავებულ ენერგიას, რომელიც თითქოს ძალიან მთასაც გადაგადგმავინებთ და შემდეგ კვირიდან უკვე ყველა საქმეს დაგაგეგმარებინებთ. ამიტომ ეცადეთ ეს ყველაფერი სწორად განსაზღვროთ თქვენ ცხოვრებაში. მერწყულებო, თქვენთვის ბიზნესში, ფინანსებში, ემოციებში, აყვავების პროცესი და პერიოდია, ამიტომაც ეს პერიოდი სწორად ჩააღრმავეთ. თქვენს ემოციებს სწორად ჩახედეთ თვალებში. ნუ შეგეშინდებათ მოცემულობის, ნუ შეგეშინდებათ გამოხატვის, მაქსიმალური გამოხატეთ და ეცადეთ, რომ ძალიან სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ცვლილებები უფრო რაღაცა ცოტა ახალი წლიდან დაიწყოთ. ახლა ამ კონკრეტულ მომენტში ეცადეთ, რომ უბრალოდ გადახედოთ მოცემულობას, გამოასწოროთ, შეასწოროთ, კორექტირება გავუკეთოთ და შემდეგ დაიწყოთ ყველაფერი დავიწყოთ. ამიტომაც თქვენს ემოციებს თქვენივე რესურსით უშუალეთ და უმკურნალეთ ამ მდგომარეობას, რომელშიც ხართ დიდი ხანია ელოდით. ამიტომ შეითავისეთ, გაითავისეთ და რაღაცა შეირგეთ. რადგან ზოგჯერ ბერი ირგებთ იმდენად რაღაცნაირად არ გიჯერათ თქვენივე წარმატების, არ გჯერათ თქვენი მდგომარეობის, ამიტომ თქვენი თავისუფლება თქვენო შეირგეთ და ემოციები სწორად გაკონტროლეთ. თევზებო, თქვენთვის ნანატრი კვირა დაიწყო, რადგან ემოციური სენსიტიურობა რაღაცა წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ მასწავლის გამოყენება სათქმენისოდ. რადგან ზოგჯერ მასწავლსაც ვერ სწავლობთ, ვერ იყინებთ თქვენსაც, რადგან სწორი ემოციების კონტროლი გიჭირთ. ეცადეთ, რომ ეს ყველაფერი თქვენსაც იკეთოთ. მდგომარეობაში შეიყვანოთ და ის სიტუაციები, რომელსაც დიდი ხანი ელოდეთ, ამ კვირაში განახორციელოთ. სიმშვიდე, რომელიც გექნება თითქოს საოცრად გაგაოცებთ, რაღაცა სასიამოვნოდ გაგახარებთ, მაგრამ თითქოს დამსახურებულადაც გაგახარებთ, ეს იცით და შესაბამისად თქვენ იმდენად ღრმად ფილოსოფიურად უყურებთ ამ ყველაფერს, რომ ეს ძალიან სენსიტიურად და საღარ იმოქმედებს თქვენთვისა და ოჩა ვილოცავთ, რადგან ის პერიოდი იწყება, რომელსაც დიდი ხანია ელოდეთ. მადლობა ყურადღებისთვის და სასიამოვნო კვირას გესურვებთ ყველას. მადლობა ძალიან დიდი, ორშაბათამდე გემშვიდობებით. ორშაბათამდე. ნამდვილად სასწაული წელი იწყება და ყველას უსურვებ წარმატებას და წინს. კი, ყველა ახალი შესაძლებლობების მოლოდინში ვართ და იმედია მომავალი წელი წლევანდელზე უკეთესი გამოვა. კი. ვიმედოვნებთ ასე, მოკლედ, უკვე დროა, რომანა ჩვენს მაყურებლებს დავიმშვიდობოთ, რადგან საეთერო დრო ამოიწურა. ასეთი იყო დღევანდელი 15 დეკემბრის დილის ალღა სტუდიაში მე დემეზოიძე და ანა ჟოჟაძე ვმუშაობდით, ხვალ რა თქმა უნდა ისევ 9:30-დან 11:30-მდე პირდაპირ ეთერში იქნება დილის ალღის პროგრამა. უფრო საინტერესო სტუმრებით და მრავალფეროვანი თემებით, ასე რომ ხვალამდე გემშვიდობებით. მადლობა რომ გვიყურებთ.